ახალი ხელისუფლება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს. საღამო მშვიდობისა ეს დიდი პოლიტიკა. განცხადება მიხეილ სააკაშვილის მიერ სარეზერვო ფონდის ბოლომდე ამოწურვის შესახებ ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების მინისტრმა გააკეთა. პრეზიდენტის 10 მილიონიან ფონდში სააკაშვილის წასვლის შემდეგ მხოლოდ 5,000 ლარი იპოვეს. გიორგი მარგველაშვილი არჩეულია, მიხეილ სააკაშვილი წავიდა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში კი ახალმა ხელისუფლებამ მხოლოდ 5,000 ლარი აღმოაჩინა. რეგიონალური განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა წინა საარჩევნოდ ძალიან ბევრი ფული დახარჯა. პრეზიდენტი რო თავის სარეზერვო ფონდს ბოლომდე ამოწურავდა, ამაში ეჭვი არავის არ ეპარებოდა. განსაკუთრებით წინა საარჩევნოდ დახარჯა ძალიან ბევრი ფული. რა თანხებს ედავება ახალი ხელისუფლება ძველ პრეზიდენტს და რაში დაიხარჯა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანხები. დღეს 20 საათზე დიდ პოლიტიკაში დავით ნარმანია მოყვება სადი არა მიხეილ სააკაშვილმა ბიუჯეტის ხარჯზე. სააკაშვილთან ერთად მისი გუბერნატორები და უშიშროების საბჭოს მდივანიც მიდიან. რეინტეგრაციის მინისტრი აცხადებს, რომ გუბერნატორებმა გადადგომის პოლიტიკური სპექტაკლი გაითამაშეს. პოლიტიკური თამაში სპექტაკლი გაითამაშეს, თითქოს რაღაც პოლიტიკური რაღაც მას აქ ადგილი ურთიერთობებს. სინამდვილეში ეს არის კონსტიტუციური ვალდებულება. ვინ ჩაანაცვლებს სააკაშვილის გუბერნატორებს და გიგა ბოკერიას ამჯერად უკვე ახალი პრემიერის და ახალი პრეზიდენტის კარზე. დღეს დიდ პოლიტიკაში დებატები გოგა ხაჩიძესა და ეკა ბესელიას შორის პირდაპირი ჩართვებით ზურაბ ჭიაბერაშვილი და ხათუნა ხოფერია. ახალი ქართული პოლიტიკური რეალობა, ახალი პრეზიდენტი, ახალი პრემიერი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ამ კვირის ბოლოს დაასახელებს. როგორ აპირებს მთავრობა ხალხისთვის საპარლამენტო არჩევნების წინ მიცემული დაპირებების შესრულებას, რომელთა დიდი ნაწილის შეუსრულებლობაში ოპონენტები მათ უკვე კარგახანია ბრალსდებენ. დღეს 20 საათზე მთავარ პოლიტიკურ თოქ-შოუში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეიტყო თუ არა მან უკვე მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა. ზუსტად 4 დღეში გვეცოდინება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა. ზუსტად 4 დღეში სრულიად გასაიდუმლოებულ კანდიდატს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას წარუდგენს. როგორ ემზადება მთავრობა ახალი პრემიერის მმართველობისთვის და რას უპირებს იმ ადამიანებს, ვისაც საპარლამენტო არჩევნების წინ ბევრ დაპირებას აძლევდა. რა ხდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში საწავიდა 10 მილიონი და რაში დახარჯა ის მიხეილ სააკაშვილმა. ამ თემაზე დღეს ხელისუფლების ეკონომიკური გუნდიდან ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით ნარმანია ისაუბრებენ, იციან თუ არა რამე მათ ახალი პრემიერის შესახებ. ჩააყენა თუ არა ივანიშვილმა 4 დღით ადრე მაინც საქმის კურსში საკუთარი მინისტრები და თუ ისინიც ისევე ელოდებიან შაბათ დღეს, როგორც სრულიად საქართველოს. ვიწყებთ ფინანსთა მინისტრით ნოდარ ხადურია ჩვენი სტუდიის პირველი სტუმარი. საღამომშვიდობის, როგორ ბრძანდებით ბატონო? საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა. მადლობთ მოწვევისათვის. დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას. მაშინ როგორ ხასიათზე ხართ? ზუსტად 4 დღეში უნდა გამოგვიცხადოს ბიძინა ივანიშვილმა ვინ იქნება საქართველოს მთავრობის ახალი ხელმძღვანელი. როგორია თქვენი მოლოდინები? იცით უკვე გაარკვიეთ უკვე ვინ არის მომავალი პრემიერი? არ მიმიღია მონაწილეობა კონსულტაციებში, თუმცა ვიცი რომ ასეთი კონსულტაციები მიმდინარეობს. ვისთან? რამდენადაც ვიცი, შესაძლოა ეს პრემიერ-მინისტრთან, პრემიერ-მინისტრ პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე პირადად ასეთ კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიმიღია და სიმართლე გითხრათ, ყურმოყვრითაც კი არ გამიგია მომავალი პრემიერის შესახებ, ვიცი მხოლოდ ის, რაც იცის თელმა საქართველოს. მეც ველოდები. ანუ არ იცით არაფერი. ამ ეტაპზე არ ვიცი. თქვენ ამბობთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმდინარეობს სავარაუდოდ კონსულტაციები, თუმცა გუშინ ჩვენ სტუდიაში ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით არც პარლამენტის თავმჯდომარე არ უნდა ფლობდეს ამ ინფორმაციას. რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ, რამდენად დემოკრატიულად მიგაჩნიათ, რომ როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე არის საუბარი, მოქმედი პრემიერ-მინისტრი საჭიროდ არ თვლის, რომ საკუთარი მთავრობის გუნდის წევრებთან გაიაროს კონსულტაციები. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ 4 დღეა დარჩენილი ამ კანდიდატურის დასახელებამდე. დავიწყოთ იმით, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იმყოფებოდა კვირას საღამოს ქართული ოცნების ცენტრალური ოფისის წინ. მე ვთქვი უბრალოდ რაც თქვა ლევან ბერძენიშვილმა. მე გეუბნებით რაც თქვა ბატონმა დავით უსუფაშვილმა. მეორე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერ-მინისტრის დანიშვნა არ ხდება მოქმედი პრემიერის მიერ.
ის წამოაყენებს კანდიდატურას, მოხდება ამ კანდიდატურის განხილვა, მოხდება მისი საპარლამენტო ტრიბუნაზე, იქნება გასაკეთებელი იქნება ახალი პროგრამა ახალი მთავრობის და ასე შემდეგ და თავისთავად ცხადია კონსულტაციები გაიმართება, ასე რომ ყველაფერი არის იმ მიმართულებით მიმდინარეობს, რასაც ითვალისწინებს კონსტიტუცია, კანონმდებლობა და მე აქ ვერაფერს უჩვეულოს ვერ ვხედავ. საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება მხოლოდ ინაუგურაციის შემდეგ, ინაუგურაციამდე ძველი პრემიერ-მინისტრი ასრულებს თავის უფლებამოვალეობას და ახალ და მოქმედი მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის, მათ შორის თქვენი მონამორჩილეც 17 ნოემბერს, მას შემდეგ რაც საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი. როგორ ფიქრობთ თქვენ დარჩებით იმ გუნდში, რომელიც იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრის მინისტრთა კაბინეტი? ძალიან გულწრფელად გეტყვით, ისევე როგორც წინა კითხვაზეც და ყველა შემდეგ კითხვაზე ძალიან გულწრფელი ვიქნები. თავისთავად ცხადია მიფიქრია ამაზე, ვიქნები თუ არა და გავაგრძელებ თუ არა მუშაობას, თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი და დამოკიდებული არ არის მხოლოდ ჩემზე, დამოკიდებულია მომავალ პრემიერ-მინისტრზე. ხო, ეს ყველა შემთხვევაში ალბათ მომავალ პრემიერზე არის დამოკიდებული. თუ განიხილავთ თქვენთვის, რომ შესაძლებელია მომავალი პრემიერ-მინისტრი იყოს თქვენთვის არც თუ მეტად მისაღები, ან თქვენ არ იყოთ მისთვის მისაღები, როგორც ფინანსთა მინისტრი. მე მესმის ახლა გეღიმებათ, შეიძლება რაღაც რიტორიკას ამჩნევთ ამ შეკითხვებში, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ თქვენ არ იცით, ვისთან უნდა იმუშაოთ. ვიცი. დაიცი. ეს იქნება საქართველოს დღევანდელი მთავრობის წევრი. კაცი. რაც თქვა პრემიერ-მინისტრმა და თავისთავად ცხადია, მე უკვე ესე იგი მუშაობ ამ ადამიანთან ერთად. მე სიმართლე გითხრათ, არც ერთ მთავრობის არც ერთ წევრთან მუშაობის დისკომფორტი არ მაქვს. თუ ვინმეს აქვს ჩემთან დისკომფორტი, ეს გამოჩნდება მას შემდეგ, რაც დასახელდება ახალი მთავრობის შემადგენლობა. მე რატომ გეკითხებით ამას? ჩვენ დღეს ვსაუბრობთ არა მარტო დაუშვათ ქვეყანაში არსებულ ფინანსურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არამედ ეს პოლიტიკური შეკითხვები ბუნებრივია, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდის წევრებთან არსებობს, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ვალდებულება ძალიან ბევრ თქვენს მიცემულ დაპირებაზე ხალხისთვის, რომელთაგან როგორც თქვენი ოპონენტები ბოლო წუთამდე ძალიან ხშირად გაძახებენ ხოლმე, ბევრი არ შესრულდა. ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ მე ამაზე არ შემიძლია არ თქვა, იმიტომ რომ დეტალურად უნდა დაგისვათ. ძალიან მარტივადაც გაგცემთ ახლა პასუხს. ჩემი ოპონენტები მინიმუმ 20 წელი გვატყვილებდნენ 1992 წლიდან და 91 წლიდან ბევრი მათგანი პოლიტიკაშია და იქიდან გვატყვილებდნენ რომ და განსაკუთრებით ბოლო 9 წლის განმავლობაში ისინი ტყუოდნენ რომ ყველაფერი იყო ძალიან კარგად და ბოლო 1 წელი ასევე ტყუოდნენ რომ ყველაფერი იყო ძალიან ცუდად. ასე და რომ ძალიან ბევრი დაპირება რომელიც ჩვენ მივეცით 4 წლიანი საპარლამენტო ციკლის პირობებში და მე გახლავართ ერთ-ერთი თანაავტორი წინასაარჩევნო პროგრამის და განსაკუთრებით მისი ეკონომიკური ნაწილის ჩემს კოლეგებთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს და გეტყვით რომ ძალიან ბევრი დაპირება რომელიც იყო 4 წლიანი უკვე შესრულებულია. კარგით, ამაზე ოდნავ მოგვიანებით ოპონენტების ხსენებაზე გაღიზიანდით. არ გავღიზიანდი, უბრალოდ, იცით, მათ არ ვიცი, ასეთ ქმედებებს უკვე საზღვარი აღარ აქვს. ახლა ადამიანები, რომლებმაც დაღუპეს ქართული ბიზნესი, სისხლი გამოწოვეს მას, წაართვეს ადამიანებს საკუთარი ქონება, აიძულებდნენ მათ განეხორციელებინათ ისეთი ღონისძიებები, რომელიც მათ ბიზნესს არაფერს არ არგებდა და ამით დააზარალეს მათი ბიზნესიც, ქვეყანაც, ადამიანები უმუშევრად დატოვეს, შექმნეს ასეთი უდიდესი პრობლემები. ეხლა ჩვენ გვეჩხუბებიან და ბრალად გვდებენ იმას, რომ თურმე რაღაცა ტემპებია შეფერხებული და რაღაც ვალდებულებები არ შევასრულოთ. ყველა სოციალური ვალდებულება უკვე შესრულებულია, ეს ერთი. მეორე, ბიზნესზე ტერორი არ ხორციელდება. მესამე, მათგან განსხვავებით, საარჩევნო გარემოში და არჩევნების წინ ჩვენ არ გამოგვიყენებია დაძალება, ფინანსური პოლიცია, ისე პოლიცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არჩევნებამდე გამოიყენეთ ხომ? ესეც მათი ბრალდება, გულისხმობ იგივე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა დაბარებებს ფინანსურში და ასე შემდეგ. ყველა ადამიანმა პასუხი უნდა აღოს. საკრებულოს ნაციონალური ფრაქცია ყავდა დაბარებული, როგორ არ დაგიბრუნებთ. მათ უნდა მისცენ ჩვენება და უნდა ახსნან რა ხდებოდა საქართველოში, სად ურთქლდებოდა მილიონები, ათეულობით მილიონი ლარი, რომელიც თუნდაც თბილისის განვითარების ფონდიდან უბრალოდ აურთქლდა. მე როგორ მოხდა რომ კომპანია რომელსაც დაუშვათ სულ მთელი თავისი არსებობის განმავლობაში 20,000 ლარი ბრუნვა ჰქონდა მისი დახურვა და ლიკვიდაცია ვერ ხერხდება, ხოლო კომპანია რომელსაც ბიუჯეტის წინაშე აქვს 50 ან 60 მილიონი ვალი და ამის გარდა აქვს ვალი სხვა კომპანიების ერთ დღეში შეიძლება მისი ლიკვიდაცია მოხდეს. თბილისის განვითარების ფონდი მაგალითად და ასეთი უამრავი ფონდები ერთ დღეში აორთქლდა არჩევნების დასრულების შემდეგ წინა საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობ. ამიტომ თავისთავად ცხადია მე
ძალიან კარგად ხედავ საქართველოს ეკონომიკაში რა მდგომარეობა, რა პრობლემები გვაქვს და ვერავინ დღეს ვერ იტყვის რომ ფინანსთა სამინისტრო არაადეკვატურია, ან ფინანსთა მინისტრი, ან მთავრობა და ჩვენ ძალიან კარგად ვაანალიზებთ რა სიტუაციაში ვართ, ხედავთ რა ხდება ეკონომიკაში, რა შეიძლება მოხდეს და ვართ ძალიან იმედიანები, მაგრამ მეორეც არის, როდესაც ადამიანები, რომლებმაც ეს პრობლემები შექმნეს ქვეყანაში, რომლებმაც თითითიც არ დააკარეს იმისათვის, რათა საქართველოში ნამდვილად ღირსეული და თავისუფალი საბაზრო გარემო ჩამოყალიბებული იყო, დღეს გამოდიან და რაღაც დემაგოგიურ განცხადებებს აკეთებენ, ისევე როგორც მაგალითად რომელიმე თანამდებობის პირი, რომლის მოვალეობაც იყო შიდა ქართლში ფეხით ფეხ მოევლო ყველა სოფელი, მხოლოდ მას შემდეგ ჩავიდა იქ, რაც ის თანამდებობაზე აღარ არის. ვიზზე საუბრობ? ბატონ ბარნოვზე მაგალითად, რომელიც არასოდეს არ გახსენებია, რომ დიდში ან დვანში უნდა ჩასულიყო და მას შემდეგ, როცა ის გუბერნატორი იყო შიდა ქართლის და დღეს ეს ძალიან ისე რიხით ჩადის და ხელს უშლიდა პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით ჯანდაცვის მინისტრს მისი მოვალეობის შესრულებაში. ასე რომ, ასეთი ადამიანებისაგან, ასეთი პარტიისაგან, ასეთი გუნდისაგან მე ნამდვილად ვერ მივიღებ შენიშვნას. კი ბატონო, თქვენ წეგან ახსენეთ, როდესაც მე გკითხეთ, რატომ დაიბარეთ თქვენ ერთიანად მაშინ თუ ეს არ იყო დაუშვათ წინასაარჩევნო ზეწოლა იგივე ნაციონალურ მოძრაობაზე, თუნდაც საკრებულოს მთელი ფრაქცია ნაციონალების და ბრძანეთ, რომ მათ უნდა ახსნან, მათ მოუწევთ პასუხის გაცემა. ანუ ეს გაგრძელდება? სულ იყო ამისი ვერსიები ტრიალებდა, რომ არჩევნების შემდეგ დაიწყებოდა ხელახლა მათი დაკითხვები, დაბარებები და ბევრის დაჭერაც. არა, მე ვერ გეტყვით ახლა ვის დაიჭერენ და ვის არა, ეს არ არის ფინანსთა მინისტრის გადასაწყვეტი, მაგრამ ის რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უნდა მოიძიოს, თუ სად გაქრა და აორთქლდა ის თანხები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ამაზე მე მგონი ეჭვი არავის არ ეპარება. რა თანხებზია საუბარი? აი მე ერთი და უკვე გითხარით რომ მაგალითად ათეულობით მილიონი ლარია, რომელზეც ჩვენ ვერ პოულობთ პასუხს, სად არის წასული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან. ათეულობით მილიონი ლარია თბილისის რეაბილიტაციიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ამაზე ჩვენ არაერთხელ ქონდა საუბარი. კი. და კიდევ გავაგრძელებთ, იმიტომ რომ სამართლიანობის აღდგენა არ არის ცალმხრივი პროცესი. სამართლიანობის აღდგენა არის ორმხრივი პროცესი და მათ შორის, როდესაც ფინანსებზე ვსაუბრობთ. ფინანსები ყველაზე სენსიტიური თემაა. სადამდე მიდის კვალი, როდესაც თქვენ საუბრობთ ახლა აი ამ კონკრეტულ საკითხებზე. მე მოდით პირდაპირ კითხავთ, მიდის თუ არა კვალი დედაქალაქის მერამდე, იმიტომ რომ 2 დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მას უკვე ყავს შერჩეული მერის კანდიდატურა. თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ არა, მერის კანდიდატურა არა, როცა იქნება მერის არჩევნები და ეს იქნება მომავალ წელს, თავისთავად ცხადია, კოალიცია ქართული ოცნება წამოაყენებს მერობის კანდიდატს. დაუბრუნდეთ, მიდის თუ არა კვალი, ან შეიძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ იგივე ფინანსურიდან კვალი წავიდეს გიგი უგულავამ. მე რამდენადაც ვიცი, ბატონ გიგის მიმართ უკვე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ასე რომ რაღაცა თემებზე არის მოუწევს მას პასუხის გაცემა, მაგრამ დანარჩენზე მე ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ მე არა ვარ პროცესუალური პირი, მე მხოლოდ ორგანიზაციულად უწევ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ზედამხედველობას, ხოლო პროცესუალურად ამას აკეთებს საქართველოს მთავარი პროკურორი. კი ბატონო, და დღეს გავრცელდა ინფორმაცია, ოდნავ მოგვიანებით ამაზე ალბათ ბატონი ნარმანიაც ისაუბრებს ეთერში, რომ პრეზიდენტის 10 მილიონიანი სარეზერვო ფონდიდან მთლიანად არის გამქრალი წინასაარჩევნოდ თანხა და ერთადერთი რაც აღმოაჩინეს არის 5,000 ლარი. თუ შეგიძლიათ რაიმე დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდოთ, იმიტომ რომ ნარმანია ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, ანუ თქვენი ინფორმაციით, პრეზიდენტმა ძალიან ბევრი იარა ბიუჯეტის ხარჯზე და ძალიან ბევრი თანხა დახარჯა წინასაარჩევნოდ. კი ბატონო. ცოტა უფრო მძიმე ფაქტები რომ გითხრათ, ხო შეიძლება? რა საკვირველია? მეორე კვარტალში, ანუ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოვიდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის წერილი, სამწუხაროდ გვარს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც ითხოვდა, რომ მეოთხე კვარტალიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენახვისათვის საჭირო თანხები მესამე და მეოთხე კვარტალიდან გადმოტანილი ყოფილიყო მეორე კვარტალში. ანუ არა თუ პრეზიდენტის ფონდის, არამედ ხო ყველა მიცოდა რომ მეოთხე კვარტალში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღარ იქნებოდა და იცოდა ეს მიხეილ სააკაშვილმაც, ბატონმა ბარნოვმაც, მისმა მოადგილემაც და ასე შემდეგ. ფინანსთა სამინისტროს მოსთხოვეს მეოთხე კვარტალში გასაწევი ხარჯებიო, ახალ პრეზიდენტს არ დაჭირდებაო და ჩვენ მოგვეცით და დავხარჯავთ ეხლაო. რაზეც თავისთავად ცხადია მიიღეს უარი და მაშინ ამაზე ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, ამაზე მაშინ ბატონმა ვარნოვმა ბრძანა რომ ეს ტყუილია, თუმცა ეს იყო ფაქტი, წერილი არსებობს ამის შესახებ, ჩვენ არ განმოხორციელეთ ეს ოპერაცია, თუმცა რაც შეეხება პრეზიდენტის ფონდს, მართლაც უნდა გითხრათ, რომ პრეზიდენტის 10 მილიონიანი ფონდი არის ნოლზე დაყვანილი, 5,000 ლარია დარჩენილი, ნუ ესეც
ამ 5,000 ლარსაც გამოუყვანენ წირვას სამ კვირაში, ხლა 5,000 ლარის დახარჯვას რა უნდა, მით უმეტეს პრეზიდენტი წასულია. მე გეტყვით, სად დაიხარჯა ძირითადად ეს პული. მოგახსენეთ, 9 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების სწავლის, ურნალობის და ერთჯერადი სოციალური დახმარების თანხებს და ამის თაობაზე ერთ-ერთმა ტელევიზიამ თუ საანგენტომ გააკეთა რეპორტაჟი და შემდეგ მათ გამოითხოვეს ინფორმაცია, ჩვენ შევისწავლეთ და ეს მართლაც ასე აღმოჩნდა. ძალიან დიდი ნაწილი მოხმარდა პრეზიდენტის ვოიაჟებს. ანუ გარდა იმისა, სამსახურებრივი ვოიაჟები გაქვთ მათ შორის ჩვენ არ აქვს ინფორმაცია, არ ვფლობთ ინფორმაციას ვიზიტების მიზნობრიობის შესახებ, ჩვენ იძულებული ვართ ავასრულოთ და ვასრულებთ პრეზიდენტის ფონდს განკარგავს ერთპიროვნულად საქართველოს პრეზიდენტი, განსხვავებით საქართველოს მთავრობის ფონდისაგან. საქართველოს მთავრობის ფონდს არ განკარგავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. განკარგავს საქართველოს მთავრობა საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინადადებებით. ანუ ფინანსთა მინისტრი ამზადებს, გადის მთავრობაზე, მთავრობა მსჯელობს, რაღაც საკითხს ეთანხმება, რაღაცას არა. საქართველოს პრეზიდენტი ერთპიროვნულად განკარგავს და მას შეუძლია და გამოიყენა კიდეც ძალიან ბევრი მისი მივლინება დაფინანსდა სწორედ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან. გარდა ამისა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გრძელდებოდა დაფინანსება დაუშვათ იმ ღონისძიებების, რომელიც მათ ჩათვალეს საჭიროდ წინასაარჩევნოდ. მათ შორის ძალიან საინტერესო ამბავი უნდა გითხრათ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე თავს ერთ-ერთ ტელეკომპანიას საარქივო მომსახურების შეძენას, რომ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ პრეზიდენტის არქივი შექმნას. და ამაში უნდა გადაიხადოს 170,000 ლარი და ასეთი გვაქვს ჩვენ, ყოველდღიურად, ასე ვთქვათ, გასაგებია და ეს არის ის თემები, რის გამოც შესაძლებელია ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობა სამართლებრივს გულისხმობ. არა, მხოლოდ მორალურ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, ვინაიდან სამართლებრივად საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი იყო ეს თანხები გამოეყენებინა მისი შეხედულებისამებრ, სამწუხაროდ ჩვენ არ გვქონდა ხარჯვის წესი პრეზიდენტის ფონდის, ამიტომ პრეზიდენტი თავის შეხედულებისამებრ განსხვავებით საქართველოს მთავრობის ფონდისაგან ასე ვთქვათ იყენებს ამ თანხებს. კარგით, ვიდრე გადავალთ თქვენს გაცემულ დაპირებებზე, კიდევ ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. პრემიერ-მინისტრს უნდა მიუბრუნდე, მე წეგან კითხეთ, რომ რამდენად მეთქი ნორმალურია, როდესაც 4 დღით ადრე დაუშვათ მინისტრებმაც კი არიციან, პლუს კიდევ ვაკონკრეტებ ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლება. თქვენი ოპონენტები, რომელიც თქვენ ძალიან გაღიზიანებენ, რამდენადაც ვიცი, 2-3 მინისტრი ხართ ამ მთავრობაში, რომელიც ძალიან მკვეთრად რადიკალურები ხართ ხოლმე. დანარჩენები მეტნაკლებად უფრო მოზომილები არიან. თქვენი ოპონენტები რადიკალური არა ვარ, ობიექტური ვარ. კი ბატონო, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რეალურად დაგვინიშნა პრეზიდენტი, ეხა უნდა დაგვინიშნოს პრემიერ-მინისტრი და მომავალში უნდა რომ დაგვინიშნოს მერი. აი კიდევ ერთი დიდი შეურაცხყოფა საქართველოსი, ჩემი ოპონენტების მხრიდან და ისინი ჩემი ოპონენტები კი არა, საქართველოს ოპონენტები არიან, ვინაიდან საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს მოსახლეობის 62%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი და ეს არ არის დანიშვნა. ეს მარგველაშვილს თუ ივანიშვილს დაუჭირა ამ 62%? დაუჭირა გიორგი მარგველაშვილს და დაუჭირა 62%-მა მოსახლეობის მხარი იმ კურსის გაგრძელებას, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ჩარშან 1 ოქტომბერს. ასე რომ ეს არის გიორგი მარგველაშვილის მიერ მიღებული ხმები იმ პროცესების გასაგრძელებლად, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ჩარშან ოქტომბერში. და ეს არის ძალიან ლოგიკური. რაც შეეხება პრემიერს, პრემიერის კანდიდატურას წარადგენს საქართველოს დღევანდელი მოქმედი პრემიერ-მინისტრი უმრავლესობასთან კონსულტაციების შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საპარლამენტო უმრავლესობა შეთანხმდება და ის წარადგენს უკვე პარლამენტში. ასე რომ და პარლამენტი დაამტკიცებს პრემიერ-მინისტრს და გამოუცხადებს ნდობას ახალ თქვენ მთავრობას. ფიქრობთ, რომ შეიძლება საპარლამენტო უმრავლესობამ გაბედოს და უარი შეჰკადროს პრემიერს მის მიერ შემოთავაზებულ კანდიდატურაზე? რატო? ნუ ჯერ ერთი მე ვფიქრობ, რომ გაბედოს ძალიან ცუდად ნათქვამია, მაგრამ თუ საპარლამენტო უმრავლესობა ჩათვლის, მე გეტყვით, რომ მე ვიყავი კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი და ვარ პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი და მე ვერ გეტყვით, რომ ჩვენ არ ვკამათობთ პოლიტსაბჭოებზე, ან ვინმე რომელიმე კანდიდატურის განხილვის დროს და უშუალოდ ჩვენ ვიყავით ყველანი ერთ აზრზე. კი ბატონო. მე ამას გულწრფელად გეუბნებით, მათ შორის ჩარშან ამ დროს, როცა მინისტრების კანდიდატურები განიხილებოდა, იყო საკმაოდ ცხარე კამათი, ასე რომ მე არ გამოვრიცხავ, რომ კამათი იყოს და შემდეგ მიიღებული იყოს ძალიან ობიექტური გადაწყვეტილება, ასე რომ აქ დანიშვნა არის კიდევ ერთხელ ვამბობ, შეურაცხყოფა არა იმ პოლიტიკური ძალის, არამედ მთელი საქართველოსი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა მართლაც დანიშნული ხელისუფლება ერთი კაცის
ჭკუაზე მოწყობილი კონსტიტუცია, რომელიც მე თვითონ აღარ მოწონს ახლა, იმიტომ რომ აღარ აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრად ის კაცი, რომელმაც ეს კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო და დღეს გამოდიან და ისევ ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ. ერთი კითხვაც უნდა დაგისვათ, რომელი უფრო მისაღებია თქვენთვის, სერგიენკო თუ ღარიბაშვილი? როგორც ამბობენ, ეს ორი კანდიდატურა განიხილება. მე არ ვიცი რომელი განიხილება, მე ორივესთან ძალიან კომფორტულად მუშაობ. კარგით, ბატონო და არა მარტო ორივესთან, მე გულწრფელად ვამბობ საქართველოს მთავრობაში, მე არც ერთ მთავრობის წევრთან და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრთან მუშაობაში დისკომფორტი არ მაქვს და არასოდეს არ მქონია იმისი კომპლექსი ან შიში, რომ ჩემი სიტყვა დამიფიქსირებინა ამ მთავრობის ხდომაზე ან ჩემს კოლეგებთან, ჩვენ ძალიან ესეთი შეხვედრები გვაქვს და ძალიან კომფორტულია ჩემ კოლეგებთან მუშაობა ყველასთან. კი ბატონო, მოდით გადავდოთ გვერდზე ნაციონალური მოძრაობა, რომელიც უკვე აღარ არის ხელისუფლებაში. ნაციონალური მოძრაობა გვერდზე და ეხლა მოდით საქმეზე. კი ბატონო, აღარ არის ხელისუფლებაში სააკაშვილი, რომელიც აღარ არის პრეზიდენტი და წავიდა. ჯერ არის. ნუ ხო, მაგრამ ფაქტიურად უკვე აღარ არის. რომელიც წავიდა და გადავიდეთ იმ თემაზე, რას აპირებთ, როგორ აპირებთ ახალი პრემიერის პირობებში. მე წეღან თქვი, რომ თქვენ გაქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა თქვენს მიერ გაცემული დაპირებების და მე ხელთ მიჭირავს, არ მინდა ეხლა წინასაარჩევნო პერიოდი რო იყოს, ამას არ ამოვიღებდი, მაგრამ ხელთ მიჭირავს ჩამონათვალი თქვენი შეუსრულებელი დაპირებების. ხო და მაინტერესებს, რას ეუბნებით იმ ადამიანებს, ვინც ძალიან დიდი ენთუზიაზმით მოდიოდა თქვენს მიტინგებზე, გაძლევდათ ხმას და ისმენდათ თქვენგან დაახლოებით ისეთი ტიპის დაპირებებს, რომ მაგალითად უნდა იყოს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა და დღეს გვაქვს 2.5, რომ უნდა იყოს ათეულობით 1000 სამუშაო ადგილი, იპოთეკარები, რომ თითოეული მოქალაქე იპოვის საკუთარი გამოცდილების ადეკვატურ სამუშაობს, ბენზინზე დაიკლებს ფასი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რას იტყვით ამ ხალხს? ნუ პირველი უნდა ითქვას, რომ ყველა დაპირება, რომელიც თქვით სრულდება და შესრულდება. მათ შორის დავიწყოთ სამუშაო ადგილების შესახებ. მე გეტყვით, რომ წელს მეორე კვარტალში, შარშანდელ მეორე კვარტალთან შედარებით 10,000-ით მეტი ადამიანი მუშაობდა. რა მონაცემების ეს არის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია. ახლა ნაციონალურმა მოძრაობამ ამოიღო და შეადარა შარშანდელი მეოთხე კვარტალი და წლევანდელი პირველი კვარტალი და გითხრას, რომ პირველ კვარტალში მეოთხე კვარტალთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა. ეს დაახლოებით რას გავს, იცით? ახლა ნაციონალური მოძრაობა რო გამოვიდეს და თქვას, რომ ჩვენ დროს შაბათობით მეტი ქორწილი იყო, ვიდრე თქვენ დროს პარასკევს არის. ხო შეიძლება პარასკევი და შაბათი ქორწილების რაოდენობით ერთმანეთს შევადაროთ. ეკონომიკაში არის სეზონურობა, ციკლურობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს თავად ძალიან კარგად იციან მათ, მაგრამ ხო უნდა თქვან. მაგრამ მიუხედავად ამისა, პირველ კვარტალის შემდეგ დაიწყო ეკონომიკაში დასაქმებულთა რაოდენობის და მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 30% იღებს ხელფასს და ეს მე ყველაზე კარგად ვიცი. და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ამ ადამიანებს მართლა ღირსეული შრომის შესაძლებლობა ჰქონდეს. რაც შეეხება სხვა დაპირებებს, რომლებიც ბევრია, ბენზინზე დაიკლებს ფასი. დაიკლებს და დაიკლო, არ დაიკლო მნიშვნელოვნად, მაგრამ დაიწყებს. სულ გაძახებენ ხომ ეს ადაა აბა ის 1 ლარი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა იდევდა ჯიბეშიო, ეს არჩევნები. ნაციონალური მოძრაობა არ ამბობდა, ასეთი განცხადებები არ ყოფილა, რომ ესე ვიღაცა 1 ლარს იღებს ჯიბეში 2 ლარიდან. გამორიცხულია ასეთი რაღაცები. თქვენ ვერ ნახავთ ერთ-ერთ ჩემს გამოსვლას წინა საარჩევნოდ. თქვენი თანაგუნდელების პირადად ჩემსას და მათ შორის, რომლებიც აი ესეთი კონკრეტულ იმას იყო და არის და იქნება ამაზე სხვათა შორის ძალიან სერიოზული კვლევები დაიდება და არა მარტო კვლევები, რომლებიც ძალიან ბევრ დამალულ, ასე ვთქვათ, და დღემდე უცნობ სიტუაციას ახდის ფარდას, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ მივდივართ ნაბიჯ და მთავარი დაპირება, რომელიც იყო ჩვენი, რომელიც არის ყველა სხვა ეკონომიკური დაპირების საფუძველი. არის ის, რომ ბიზნესი იქნება ხელშეუხებელი და თავისუფალი, რომას არავინ არაფერს არ წაართმევს, რომ არავინ დააძალებს ერთ კომპანიას აიღოს სესხი და ააშენოს ქალაქი რომელიმე, რომ არავინ აიძულებს მას, რომ ჩამოიყვანოს რომელიმე ნაფტალინდაყრილი მომღერალი, რომელიცაც თავის სამშობლოში აღარ ცნობენ. და ეს ხარჯები შემდეგ უნდა ამოიღოს ჩვენგან, ჩემგან, იმიტომ რომ ცეზარ ჩოჩელის დაყადაღებულ კომპანიას დაყადაღებული კომპანიებს რაც შეეხება, იქ ერთი კომპანიები არ არის დაყადაღებულია კომპანიები, იმიტომ რომ მისი გასხვისება არ მოხდეს, მაგრამ ეს არ უშლის ამ კომპანიებს მუშაობაში ხელს. ანუ ინკასო არ ადევს ანგარიშებზე და მათ ჩვეულებრივ შეუძლიათ მუშაობა და ისინი მუშაობენ. მე პირადად ვიყავი ცეზარ ჩოჩელის კომპანიებში, მასთან ერთად დავიარე, ნახე ორი საწარმო, მართლა ძალიან საინტერესო.
და გავეცანი იქ არსებულ მდგომარეობას, ისევე როგორც ძალიან ბევრ საწარმოში დავდივარ და ჩემს არ აქვს მნიშვნელობა, რომელი საწარმო, რომელი პოლიტიკური ძალის, რომელ წარმომადგენელს ან არ წარმომადგენელს. თუმცა ეს ჩაგეთვალათ მისი მხრიდან, ყოველ შემთხვევაში მათი მხრიდან ერთგვარ პოლიტიკურ ზეწოლაში. რა, მე რომ საწარმოში ვიყავ, არა, ის პროცესები, რომელიც შემდეგ განვითარდა მის ბიზნესთან. ვერანაირ პოლიტიკურ ზეწოლაზე მე ვერ ვისაუბრებ, ძალიან ბევრი მიზეზის გამო, არანაირი პოლიტიკური ზეწოლა არ არსებობდა და არც იარსებებდა და თუნდაც არჩევნების ჩატარება მოწმობს ზუსტად იმას, რომ არანაირი პოლიტიკური ზეწოლა არ ყოფილიყო, თორე პოლიტიკური ზეწოლა ყველაზე კარგად ვლინდება სწორედ არჩევნებისათვის, არჩევნებში იმისათვის, რათა სასურველ მიზანს ნებისმიერი საშუალებით მიაღწიო, მაგრამ ჩვენ ამაზე უარი ვთქვით. ასეულობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება რეალური. რეგიონებში შეიქმნება ათასობით საწარმო. შეიქმნება ათასობით საწარმო, შეიქმნება და ალბათ უფრო მეტიც შეიქმნება, რაც შეეხება წელს უკვე აი ამ წუთისათვის დაახლოებით 70-მდე ახალი სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმო იხსნება. წელს დაწყებული მათ შორის და ძალიან დიდი ბუმია ამ მიმართულებით პირდაპირ კეთხვით სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის თვალსაზრისით და ძალიან ბევრი საწარმო გააძლიერებს თავის პოტენციალს, აძლიერებს და თუნდაც ის რა დღის რომ მაგალითად კახეთში წელს უნიკალური რთველი ჩატარდა ყოველგვარი დაძალების გარეშე და თუ აქამდე სერიოზული პრობლემები იყო წელს ეს ყველაფერი გაკეთდა ლარზე ზემოთ იყო მხოლოდ ყურძნის ფასი და ადამიანებმა თავისი შრომის შესაბამისად მიიღეს შემოსავალი რომელიც მათ არა მხოლოდ კვლავწარმოებისათვის ეყოფათ მომავალ წელს არამედ იმისათვის რომ გაცილებით გაიმჯობესონ საკუთარი სოციალური მოვალეობა. მოსახლეობის იპოთეკური სესხები ძალიან კომიკურ მდგომარეობაში ხო არ აღმოჩნდა საქართველოს ახალი ხელისუფლების ორი გუნდი საპარლამენტო და სამთავრობო. ერთი ნაწილი ამბობდა რომ ის დაპირება უნდა შესრულებულიყო და შემდეგ დაიბლოკა პრემიერის მხრიდან. ჩვენ მუშაობთ არ დაბლოკილა, იქ იყო გარკვეული კითხვები, რომელზეც აუცილებლად პასუხი უნდა გაცემულიყო და იუსტიციის სამინისტროს მომზადებული აქვს კანონპროექტი ამ პრობლემის გარკვეულ ჩარჩოებში ჩასმასთან დაკავშირებით და ერთი რამაც ძალიან საინტერესოა, ასეთი რამ რო ქონოდა ნაციონალურ მოძრაობას თავის დროზე ის ამას აუცილებლად წინასაარჩევნოდ გააკეთებდა და ქულებს ჩაიწერდა, ჩვენ მიგვაჩნია რომ ყველა საკითხი უნდა შევისწავლოთ ბოლომდე და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და არა ცხელგულზე რომ რომელიღაცა ამორჩეველი მოვატყილოთ. კი ბატონო, თუმცა როდესაც მე გახსენებთ ამ დანაპირებს თქვენსას ბუნებრივად ერთ-ერთი მთავარი საკითხი რომელიც წინ მოდის არის სწორედ ეს იპოთეკარების საკითხი. ეკონომიკური ზრდა დაგეგმილი 6%-იანის ნაცვლად 2.5%. თქვენ შეგეძლოთ წარმოგედგინათ რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მთელი შემადგენლობით შვებულებაში წავიდო და იმის გამო რომ ამერიკის ეკონომიკაში პრობლემებია? არა. ამიტომ როდესაც ჩვენ გეგმავდით ეკონომიკას, ჩვენ ფიქრობდით რომ პრეზიდენტი ხელს არ შეგვიშლიდა მუშაობაში. ასე გეგონათ რომ არ შეგიშლიდა ასე გეგონა, იმიტომ რომ მე მეგონა რომ მას ელემენტარულად, შეიძლება ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ უყვარდა და არ მოწონდა და შეიძლება კი არ უყვარდა და არ მოწონდა, მაგრამ საქართველოს უყვარდა და მოწონდა, მაგრამ როდესაც ეს კაცი დაკავებული იყო მხოლოდ ვეტოების დადებით და 37 ვეტო დაადო კანონებს, რომელიც პარლამენტმა მიიღო და მე პარლამენტს უწევდა ამ ვეტოების დაძლევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც რეფორმებს აფერხებდა. გარდა ამისა, როდესაც იყო მუდმივი მუქარა, რომ თქვენ 4 წელს არავინ არ გაცდით და აპრილში დავბრუნდებით და ასე შემდეგ, თავისთავად ცხადია, რომ მეწარმეები არიან შეშინებულები და ფიქრობენ, როდის დამთავრდება ეს უპატრონო კოჰაბიტაცია და დამთავრდება 17 ნოემბერს. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ სააკაშვილის ოფიციალურად წასვლის შემდეგ ზრდა იქნება მეტი? გასაკვირველია, გაცილებით უკეთესი სიტუაცია იქნება, თავისთავად ცხადია სამწუხაროდ 6%-იანის და ვერ იქნება ქვეყანაში. რატომ დაითვალეთ მაშინ ესე ბატონო ნოდარ? მე კიდევ ერთხელ მარტო ჩვენ არ დაგვითვლია ეს, არსებობს ამისი მეთოდოლოგია, მეთოდიკა. ჩვენ მუშაობდით საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციებთან, სავალუტო ფონდთან, სოფლიო ბანკთან, ეხლაც მუშაობთ იმაზე რომ მომავალ წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინოთ ის შეცდომები. და ყველა ეს პარამეტრი გარდა პოლიტიკური რისკებისა იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა 6%-ით გაზრდილიყო. და ეს დამნაშავე იყო მხოლოდ სააკაშვილი? დამნაშავე ძალიან ბევრი ფაქტორი იყო, მათ შორის იყო საგარეო ფაქტორები, მათ შორის იყო პოლიტიკური არასტაბილურობა და გაურკვევლობა. თუმცა დღეს ბევრჯერ მომისმენია მე ამ ეკონომიკა არის ძალიან მრავალწახნაგოვანი ორგანიზმი, ძალიან ფრთხილი ორგანიზმია, არის ძალიან ინერტული და
ძალიან ბევრი ფაქტორი მუშაობ მოქმედებს მასზე, სხვათა შორის ისეთი ფაქტორებიც კი, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით საერთოდ ჩათვალო, რომ არანაირ ზეგავლენას არ უნდა ახდენდეს, მაგრამ პროგნოზი კეთდება ბატონო ნოდა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში, წლის ბოლოსთვის უფრო სწორედ ბიუჯეტში შეიძლება იყოს 9 მილიარდიანი გარღვევა. ხო, ესეც ისევ იმ სერიალიდან არის, რომელზეც უკვე ამდენი ხანია ვსაუბრობთ. მე გეტყვით, რომ წელს სამწუხაროდ, არ ვამბობ, რომ ეს კარგია, სამწუხაროდ საქართველოს ბიუჯეტი ხარჯავს იმაზე ნაკლებს, ვიდრე მას შემოსავლები შესდის. ეს არ არის კარგი, მაგრამ წლის პირველ ნახევარში განსაკუთრებით ჩვენ მქონდა შეფერხებები ხარჯვის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ბევრი ტენდერი, რომელიც ჩვენ ეჭვი გქონდა და ეს ეჭვი სამწუხაროდ დასაბუთებულია, იყო არასწორად ჩატარებული, არასწორად გამართული, იყო ხშირ შემთხვევაში ასეულობით მილიონ ლარზე პირდაპირ შესყიდვით გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელიც რასაკვირველია უნდა გაუქმებულიყო და თავისთავად ცხადია, ამან გამოიწვია გარკვეული ანუ გარღვევას ელოდებით ბიუჯეტში. არა, გარღვევას თქვენ რას ეძახით? გარღვევა მე მახსოვს, როცა გარღვევა იყო, რომ ბიუჯეტში შემოსავლები არ ყოფნიდა ხარჯების დასაფინანსებლად, ჩვენ ახლა პირიქით გვაქვს სიტუაცია, რომ შემოსავლები არის, ხარჯები შედარებით ნაკლები იყო, იმიტომ რომ ინერტულია ეს ყველაფერი. ანუ პრობლემა იმისა, რომ რამე პროექტის დაფინანსებაში ჩვენ გაგვიჩნდება ხარვეზი და ვერ შევძლებთ რამე პროექტის დაფინანსებას იმის გამო, რომ ფული არ აქვს სახელმწიფოს, არ იარსებებს. ამ წუთისათვის ბიუჯეტში არის თავისუფალი სახსრები, მაგრამ ეს არ არის ზედმეტი. ანუ ეს არის სახსრები, რომელიც გაწერილია და იმის დამიხედვით, როგორ ავითვისებთ პროექტებს, დაახლოებით მილიარდამდე ლარის დახარჯვის შესაძლებლობა. კი ბატონო, თუმცა არც მომავალი წლის ბიუჯეტში არ არის გაწერილი პენსიის ზრდა, ხო? არც რატო წელს არ იყო გაწერილი? არა, მე ვგულისხმობ იმ 200 ლარიან პენსიას და საარსებო მინიმუმთან გატოლების. საარსებო მინიმუმი დღეს საქართველოში არის 156 ლარი. პენსია არის 150 ლარია და ეს არ შესაბამება რეალობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ და ვინ დათვალა რომ 220 ლარია? ჩვენ ვთავაზობთ ექსპერტებს, რომ წარმოგვიდგინონ მეთოდიკა, რით ითვლება ეს. თქვენ ფიქრობთ, რომ 150 ლარი არის საქართველოში საარსებო მინიმუმი? ძალიან ცუდია, რომ მე არ წამოვიღე ჩვენი საარჩევნო პროგრამა, რომელიც მაგიდაზე მიდევს. დარწმუნებული ვარ, რომ ზეპირად ვიცი, იმიტომ რომ აი გეტყვით პენსიებთან დაკავშირებით რა წერია. რომ პირველ ეტაპზე პენსია გაუთანაბრდება არსებულ საარსებო მინიმუმს და შემდეგ მოხდება საარსებო მინიმუმის გადახედვა და პენსია მუდმივად შეეცდება, რომ იყოს საარსებო მინიმუმის ხელა. დღეისათვის საარსებო მინიმუმი არის 156 ლარი. წლის დასაწყისში ჩვენ მქონდა მახინჯი საპენსიო სისტემა. იყო უпроსტოდ საპენსიო სისტემა საერთოდ არ აქვს, იმიტომ რომ ამას არ ქვია პენსია. ეს არის თავისი არსით სოციალური დახმარება ხანში შესულთათვის. 65 წლიდან 67 წლამდე ადამიანები იღებდნენ 100 ლარს, 67 წლის ზემოთ იღებდნენ 125 ლარს. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის მახინჯი, ამიტომ 1 აპრილს ყველა პენსია გახდა 125 ლარი. ამავე დროს ჩვენ ვთქვით, რომ 1 სექტემბერს ყველა პენსია გახდება 150 ლარი, რაც უფრო მეტია ვიდრე საარსებო მინიმუმი. ჩვენ ეს დაპირება უკვე წელს შევასრულეთ. მე შეგახსენებთ, რომ 2008 წელს 100 დოლარიანი პენსია უნდა გქონოდა. კი, გეთანხმებით, ეს იყო მაშინდელი დაპირება, რასაკვირველია, მაგრამ მე უბრალოდ ამას გეკითხები, თქვენ თუ ფიქრობთ, ხო, გამოცდილი ადამიანი ფინანსთა მინისტრი რომ 156 ლარი ადამიანს ეყოფა საარსებო მინიმუმი. 150 ლარიანი პენსია დღეს არის საქართველოში. მეორე, სოციალურად დაუცველი პენსიონერები დამატებით იღებენ სოციალურ დახმარებას. ეს არის დაახლოებით 56 ლარი პირველ პირზე და ასე შემდეგ. მე ძალიან კარგად ვიცით, მერწმუნეთ რა პრობლემებია ამ მიმართულებით, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მე მაგალითად სტიპენდიას ვიღებდი სტუდენტი რო ვიყავი 17 მილიონს. გასაგებია. ამიტომ ჩვენ ყველაფერი ეს უნდა დავწონოთ და არასოდეს პოპულისტური განცხადებები მე არ გამიკეთებია და არ გავაკეთებ. კი ბატონო. ოპოზიციაში ყოფნის დროს არ მომიტყვილებია და ეხლა მით უმეტეს როცა ხელისუფლებაში ვარ, არ ვიზავ ამას. ამიტომ კიდე მაგრამ მომავალ წელს კიდევ უფრო გაღრმავდება ჯანდაცვის პროგრამა და რომელიც მე ვფიქრობ რომ მართლა ძალიან დიდი ნაბიჯი იყო საქართველოს და საქართველოს თითოეული მოქალაქე დღეს დაზღვეულია. გაიზრდება ლტოლვილთა შემწეობები, ამაზე მუდმივად მუშაობთ. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი განსაკუთრებით აქტიურია, თავისთავად ცხადია და პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ იმისათვის, რომ რა თანხაზე შევთანხმდეთ და როდიდან ავამოქმედოთ, რომ ამან მაკროეკონომიკური რყევები არ გამოიწვიოს.
ასე რომ ჩვენთვის სოციალური ფაქტორი არის ძალიან განათლების დაფინანსება გაიზრდება მომავალ წელს და მიგვაჩნია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ინვესტიცია სწორედ განათლებაში უნდა იყოს. ინფრასტრუქტურის მინისტრის შენობიდან და ეხლა დავიტყვი რომ ინფრასტრუქტურაში უნდა გავზარდოთ ჩვენ აუცილებლად დაფინანსება, იმიტომ რომ ბიუჯეტი არ გახდეს მხოლოდ სოციალური. რათა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც დასამთავრებელი გვაქვს, დავამთავროთ, ყველა კაპიკი უნდა დაიხარჯოს ისე, რომ მას კონდეს მაქსიმალური უკუგება და ჩვენ ამას ვაკეთებთ. კი ბატონო, მაგრამ აქვე ორი კითხვა უნდა დაგისვათ და უნდა დაგემშვიდობოთ. წინა ხელისუფლებას, არა, ბევრჯერ კიდევ სიამოვნებით გისტუმრებ ჩვენ სტუდიაში. წინა ხელისუფლებას მუდმივად რაშიც ადანაშაულებდით, ეს იყო გაუგებარი მათი ხარჯები. ეს იყო 360 მილიონი ქუთაისში პარლამენტში, ეს იყო პრეზიდენტის რეზიდენცია და ასე შემდეგ. რას ვხედავთ დღეს? ბატონ არმანიასაც დაუსვავ ამ შეკითხვას მე თქვენ შემდეგ, როცა ის იქნება სტუდიაში, ახალი პრეზიდენტისთვის გადაწყდა ახალი რეზიდენციის გაკეთება. ანუ არა, ისევ არასწორად ამბობ. ის ფული წყალშია გადაწყილი, ხო? სადაც წავიღოთ ამ ხელა შენობები რა? ახალი კიდევ ისევ იქით მივდივართ, რომ არასწორი ინფორმაცია გაქვთ, გეტყვით. საქართველოს პრეზიდენტის მომავალი რეზიდენცია იქნება რეზიდენცია, რომელსაც წინა პრემიერ-მინისტრი იკეთებდა თავისთვის. ანუ მერაბიშვილს არ უნდოდა მჯდარიყო სახელმწიფო კანცელარიაში და აშენებდნენ ახალ რეზიდენციას, უფრო სწორედ არემონტებდნენ, მაგრამ იმას გარემონტება არ ქვია. ან ვანო მერაბიშვილი თავისთვის იკეთებდა ამას, ან მიხეილ სააკაშვილისთვის აკეთებდა ახალ რეზიდენციას, ყოფილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ვარდების უკაცრავად ორბელიანის ქუჩაზე. ორბელიანი. დიახ, ყოფილი კოლმეურნეობის მედაზე. ეხლა ამ შენობაში უზარმაზარი თანხა ჩაიდო და თანაც თუ გავითვალისწინებთ რომ პრეზიდენტს იმხელა ფუნქციები აღარ აქვს, ისეთი დიდი აპარატი არ ექნება და ასე შემდეგ, ჩაითვალა მიზანშეწონილად რომ იქ პრემიერ-მინისტრის ნაცვლად გადავიდეს და იმუშაოს საქართველოს პრეზიდენტად. იმ შენობას ზედმეტი ხარჯები, არსებული შენობა, რომელიც ის შესანახი ხარჯები ხო მაინც დაჭირდება სახელმწიფოს. ეხლა მეორე თემაა დაუშვათ ქუთაისში პარლამენტის შენობა, რომელიც აშენდა და რომელიც, არ ვიცი, ჯერ ამ შენობაში მომუშავე ადამიანებს კითხეთ, როგორი პირობები აქვს, არა დეპუტატებს, ძალიან ბევრი ადამიანთან აპარატის თანამშრომლებს, რომელსაც ელემენტარული ჰაერი არ არის იმ შენობაში, ხო? და მეორე, რა ჯდება თუნდაც მთავრობის წევრების ჩასვლა პარლამენტში. 360 მილიონზე ვლაპარაკობ, სად უნდა წავიდეს? ეს ამაზე ფიქრობთ, მუშაობთ, მაგრამ ამ 360 მილიონი, ეს 360 მილიონი არის უკვე გავნილი თემა. მაგრამ ჩვენ თუ ამ 360 მილიონს კიდევ ყოველწლიურად 360 მილიონს დაუმატებთ, იმიტომ რომ იქ მინისტრებმა მე გეტყვით, რამდენიმე დღე მომიწია ქუთაისში ყოფნა იმის გამო, რომ უბრალოდ პარლამენტი ვერ მივიდა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხამდე, რისთვისაც ვიყავით ჩასული. ესეც ხო ისა და ერთ თემაზე პარლამენტის ხარჯების თქო ხო დამატებითი იქნება ამას გეკითხება. ძალიან მარტივად იქ ელემენტარული უბრალოდ ის რაც დაანგრიეს და ნაჯახები დაჩეხეს პარლამენტის სხდომათა დარბაზი, ის უნდა აღვადგინოს, მათ შორის ეს ძალიან საინტერესო თემაა. კი ბატონო და ბოლო კითხვა, დღეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ Doing Business 2013 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო არის მერვე ადგილზე ბიზნესის კეთების რეიტინგებით. განვითარებად ქვეყნებს შორის ერთადერთი არის ათეულში. ესეც თქვენი მთავრობის მიღწევაა თუ ეს არის წინა მთავრობის მიღწევაა? არა, ისე უბრალოდ. არა, მე გეტყვით რა, ეს არ არის მიღწევა, ეს არის შესაძლებლობა სამწუხაროდ ჩვენ ვართ მეორე ასეულში ცხოვრების დონით ქვეყნებს შორის და ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი რეიტინგია, თუმცა ის რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, იყო გადამწყვეტი, მან არა მხოლოდ ერთი მიმართულებით ვარ ჩვენ წინ წაწეული, არამედ 4 მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მთავარი ინდიკატორი, რითაც ჩვენ უნდა გავზრომოთ ქვეყანას. სხვათა შორის ამას გამოაქვეყნებდა წინა დღეს არჩევნების წინ საქართველოს ყოფილი მთავრობა. მაგრამ მათი დამსახურება არაფერი არ არის, თქო? ეს არაფერი არ არის თვითონ. ეს არ არის ეკონომიკის მთავარი ისა, რა ქვია, პულსი. პულსი არის ის, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რამდენი ადამიანი მუშაობს და ასე შემდეგ. მე გეტყვით, ერთი თვის წინ გამოაქვეყნა სოფიო ეკონომიკურმა ფორუმმა და 5 ნაბიჯით ვარ ჩვენ წინ წაწეული კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ არ მოვაწყეთ ამაზე ზეიმი და არ ვისეირნეთ ჯერ ზაპოროჟიეთ და მერე მერსედესს. დიდი მადლობა, თუმცა მე მგონია, რომ როდესაც თუ კი რაიმეს აკეთებს ხელისუფლება, ის რომ შენ ადამიანებს გააგებინო, სულაც არ არის ცუდი. ანუ ის რაც სააკაშვილის ხელისუფლებას ჭირდა გადამეტებულად ბატონო და ეხლა დღეს თქვენ ამბობთ, რომ აი ჩვენ არ გამოვდივართ და არ ვამბობთ. შეიძლება იმიტომ არის ძალიან ბევრი მაგაზე ბატონო დავით სერგიენკო
ძალიან ბატონმა დავით სერგიენკომ ძალიან კარგი შედარება გააკეთა ჟანგბადის მიწოდებასა და პიარს შორის და შეგიძლიათ ნახოთ. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. არა, როგორ გეკეთებათ. კარგად იყავით. მაშინ ეს იყო ნოდარ ხადური, რამდენიმე წუთში კი ჩვენი სტუმარი იქნება დავით ნარმანია. მანამდე კი კიდევ ერთი საინტერესო თემა თანამდებობიდან მიდიან გუბერნატორები და უშიშროების საბჭოს მდივანი. სავარაუდოდ ერთ-ერთი ვერსიით გიგა ბოკერია შესაძლებელია ირინა იმერლიშვილმა ჩაანაცვლოს სააკაშვილთან ერთად თანამდებობიდან წავიდნენ თითქმის ყველა 7 გუბერნატორი, უფრო სწორედ და ვერსიების დონეზე არის ასეთი რამ, რომ ქართული ოცნება შიდა ქართლში გეგმავს ზურა ყარაულაშვილი ან თამაშიოშვილი წარადგინოს გუბერნატორად, იმერეთში კი ყოფილი მერი დიმიტრი კოპალიანი, ხოლო მერობას, როგორც ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით ვიგებთ, აპირებს ქართული ოცნების საპრეზიდენტო არჩევნების შტაბის უფროსი ზაზა მარუაშვილი, რომელიც თავის მხრივ კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანია. მაშინ ასე პირდაპირ ეთერში ვთავთ ერთადერთ გუბერნატორს, ორიდან უფრო სწორედ, რომელმაც არ დაწერა განცხადება გადადგომის თაობაზე. ეს არის კახეთის რწმუნებული ზურაბ ჭიაბერაშვილი. იგი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი არ არის და შესაბამისად გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციამდე თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. ზურაბ ჭიაბერაშვილი გვერდება ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან. ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ გუბერნატორებმა დადგეს პოლიტიკური სპექტაკლი. საღამო მშვიდობის ბატონო ზურაბ. მოგესალმებით ქალბატონო ინგა და მინდა პირველ რიგში გითხრათ რომ როდესაც მე ვარ მოწვეული სასურველია მე მკითხოთ რას ვფიქრობ თქვენ ეხლა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეთ საზოგადოებას მე არ მithქვამს რომ მე არ დავწერ განცხადებას ჩემი პოზიცია არის რომ რა თქმა უნდა მე უფლებამოსილებას მოვიხსნი პრეზიდენტ სააკაშვილის წინაშე მას კი ინაუგურაციამდე უფლებამოსილების ვადა დარჩენილი აქვს მაგრამ მინდა გითხრათ და ნამდვილად მე ვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი და შესაბამისად ბუნებრივია მივეკუთვნები იმ პოლიტიკურ გუნდს რომელიც დღეს არის ოპოზიციაში მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ ნამდვილად არ არის ეს ის საკითხი რომელზედაც ძალიან დიდი დისკუსიაა ძალიან დიდი ბოდიში მე თუ არასწორი ინფორმაცია მივაწოდე ეხლა მაყურებელს ამ წუთას ვერ ვაკონკრეტებ ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოდან იყო ამოღებული თქვენ შესახებ ეს ინფორმაცია ამიტომ გიხდით ბოდიშს გადაუმოწმებელი მით უმეტეს როდესაც მე ეთერში ყავართ მოწვეული ბუნებრივია მხოლოდ კითხვის ფორმითაც შეიძლებოდა დისკუსიის გაგრძელება მაგრამ ამაზე დავა ბოდიში მოგიხადეთ დიდი მადლობა. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რაზედაც თქვენს ეთერში ამ წუთებში იყო საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა და მე ვფიქრობ, ახლად არჩეული პრეზიდენტი მარგველაშვილი და ახალი პრემიერი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაასახელებს, იბარებს ბოლო 1 წლის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად რეცესიის ზღვრამდე მისულ ეკონომიკას და სწორედ ეს არის მთავარი, ამაზე უნდა მიდიოდეს ძირითადი მსჯელობა და მადლობა თქვენ რომ საშუალება ჰქონდა საზოგადოებას მოესმინა ფინანსთა მინისტრისათვის, რომლის გამონათქვამებში ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია იყო. კონკრეტულად რას გულისხმობთ, რომელ არასწორი ინფორმაცია? ბოლოდან ძალიან მნიშვნელოვანი არის ისიც, რაც მან აღნიშნა, რომ საქართველოს 5 ნაბიჯით წაიწია წინ, თქვათ, კეთილდღეობის ინდექსში, მნიშვნელოვანი არის ის რეიტინგში წინსვლა, რაც უკავშირდება ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, იმიტომ რომ თუ ქვეყანაში არის კარგი ბიზნეს გარემო და მოდიან ინვესტორები მხოლოდ ეს ქმნის სამუშაო ადგილებს, მხოლოდ ეს ქმნის ეკონომიკის წინსვლას. სამწუხაროდ 6%-იანი ეკონომიკის ზრდა დაგეგმილი წელს არ სრულდება და არ სრულდება ამ ნაწილში დავეთანხმები ბატონ ხადურს სწორედ იმ პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, რაც პირველ რიგში უკავშირდება ქართული კოალიცია ქართული ოცნების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნას და ძალიან წინააღმდეგობრივ სიგნალებს, რასაც ის უგზავნიდა ერთის მხრივ გარე სამყაროს ქვეყანასთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ უგზავნიდა თავად ინვესტორებს. უფრო კონკრეტულად რო გითხრათ, მაგალითად ჩვენ მუდმივად გვესმოდა, რომ ქვეყანაში არ ვარგა ეკონომიკური გარემო. ამას ამბობდა თვითონ ბატონი ხადურიც, რა თქმა უნდა, ციტირებდა პრემიერ ივანიშვილს. როდესაც მთავრობის წევრები ინვესტორებს ასეთ სიგნალს უგზავნიან, თავი რო დავანებოთ იმას, რა გადაწყვეტილებების მიიღეს განვლილი 1 წლის განმავლობაში, ბუნებრივია ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობა იკლებს. არც ქვეყნის შიგნით ქართველები თვითონ ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა ეკონომიკაში აღარ აბრუნებენ ფულს, ეკონომიკა ჩერდება, იკარგება სამუშაო ადგილები და როდესაც მეორე კვარტალში დამატებულ 10,000 სამუშაო ადგილზე საუბრობდა ბატონი ხადური, ჩვენ არ უნდა დაგვაუწყოს, რომ პირველ კვარტალში 42,000 სამუშაო ადგილი დაიკარგა. ეს გაცილებით მეტია. პრეზიდენტი გვიშლის ხელსო, გვიშლიდაო, თქვენ ალბათ მოისმინეთ, მან თქვა, რომ დამნაშავე არის სააკაშვილი. ეს არგუმენტი ღიმილის მომგვრელი არის. ეხლა ახალი
ახალ მოთმინებას ურჩევს ქართულ ამორჩეველს კოალიცია ქართული ოცნება, რომ აი 17 ნოემბრამდეც მოითმინეთ და მერე დაიწყება განვითარება. ჩვენ არავის ნიშს არ უგებთ ღმერთმა ქნას, რომ დაიწყოს ნამდვილად განვითარება, მაგრამ ამ განვითარების დაწყებას გარკვეული წინაპირობები აქვს და ეს გარკვეული წინაპირობები არის მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ და ჩვენმა საპარლამენტო უმცირესობამ არაერთხელ შესთავაზა მათ გარკვეული ნაბიჯები, რაც არ გაიზიარა კოალიციამ და მეორე, მუდმივი ჯიბრში დგომა ქვეყანასთან. თქვენ ხედავთ კიდევაც, არ უნდა მთავრობის წევრს თუნდაც ბიზნესის კეთების რეიტინგში მიღწეული წარმატების აღიარება, იმიტომ რომ კარგად იცის, რომ ეს არის სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გატარებული რეფორმების შედეგი. ნაციონალური მოძრაობის შესახებ, როდესაც განვლიწლებზე არის საუბარი, იგივე ფინანსთა მინისტრმაც გაიხსენა წეღან, ყოველთვის ძალიან ბევრ ადამიანს, ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი წელი გაახსენდებათ, სწორედ ის წართმეული ბიზნესები, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ღამე პროკურატურაში აფორმებინებდნენ თავის ქონებას, ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც უამრავ ჯერ ჩაატანინეს დიდი ფული. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ეკონომიკა და ციფრები თავისთავად მეტყველებს იმაში, რომ განვლილი წლების განმავლობაში საქართველოს ჰქონდა 7-8%-იანი ზრდა და სამწუხაროდ წელს, სწორედ მაშინ, როცა ბატონი ხადური არის ფინანსთა მინისტრი, წელს არის პირველად, როდესაც როგორც კი მორჩება ეს ინაუგურაცია, პირველი, რასაც მთავრობა გააკეთებს, ის შევა პარლამენტში და აგერ იქნებით თქვენც და აგარ ვიქნები მეც, შევა პარლამენტში. ისინი არ დაარქმევენ ამას სეკვესტრს, მაგრამ შევლენ პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირების მიზნით, იმიტომ რომ ბიუჯეტს დღეს უკვე მთლიან შემოსავლებს აკლია 700 მილიონი. ეს არის სწორედ იმის გამო, რომ არის გაჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები, გაჩერებული არის ეკონომიკა, გაჩერებულია იქარგება სამუშაო ადგილები და ჩვენს კონკრეტულ მოქალაქეებს და ადამიანებს აკლდებათ ოჯახებში შემოსავალი. ეს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა არის და მინდა გითხრათ, რომ მთელი ძალისხმევა აქეთკენ უნდა იქნას მიმართული. კი ბატონო, და მე მინდა კიდევ ერთი კითხვა დაგისვათ ბატონო ზურაბ, რას აპირებთ გუბერნატორობის შემდეგ? ანუ პრეზიდენტი მიდის, მასთან ერთად მიდიან მისი რწმუნებულები, მიდის უშიშროების საბჭოს მდივანი და როგორ აპირებთ თქვენი აქტიურობის გაგრძელებას? მე ვარ იმ პოლიტიკური გუნდის წევრი, რასაც ქვია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც იმ პოლიტიკური რეპრესიების პირობებში, რა პირობებშიც ჩვენ ვიმყოფებოდით და ვიმყოფებით დღესაც ერთი წლის თავზე, კოალიციის ქვეყნის სათავეში მოწვევის დღიდან აჩვენა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ქვეყანაში. ჩვენ ვართ ძირითადი ოპოზიციური ძალა. რა თქმა უნდა, ეს არ მოსწონს პრემიერ ივანიშვილს და მან ქართველ ამორჩეველს ზოგადად დაუწუნა საარჩევნო კულტურა, მაგრამ ეს არის რეალობა და ეს რეალობა გამომდინარეობს ერთის მხრივ იქიდან, რომ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად იცის რა გაკეთდა ქვეყანაში 2003 წლის შემდეგ, როდესაც აბსოლუტურად ჩამორჩენილი და განადგურებული ქვეყნიდან ჩვენ შევძელით და შევქმნით სახელმწიფო. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად არის ქვეყანაში, ბევრი რამე პრობლემურია, მაგრამ სწორედ იმ პირობებში გადავაბარეთ ჩვენ ქართულ ოცნებას ხელისუფლება, როდესაც მათ შეეძლოთ ესწავლათ ჩვენ შეცდომებზე, გამოეყენებინათ პოზიტიური გამოცდილება და ქვეყანა წაეყვანათ წინ. და ჩვენს მიერ მიღებული ხმები სწორედ იმაზე მეტყველებს და ამაზევე მეტყველებს ის, რომ 600,000 ამორჩეველი წელს უკვე აღარ მოვიდა წინა არჩევნებთან შედარებით არჩევნებზე, ეს მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ საზოგადოებაში იმატებს ფრუსტრაცია და იმედგაცრუება, იმიტომ რომ საზოგადოებაში იყო ასეთი განწყობა. ჩვენ ვიცით რას ველით მიხეილ სააკაშვილისგან, მაგრამ მოდით ვენდოთ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, შესაძლებელია მან და ბევრს ეგონა ეს, რომ საკუთარ ჯიბეში ჩაიყოს ხელი, აღმოჩნდა რომ არათუ ჩვენ ახალი მთავრობისაგან ვერ მივიღეთ ვერაფერი, არამედ ისიც, ის ეკონომიკური ზრდაც, ის ბიუჯეტიც, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისიც გარანტირებული არ ყოფილა. ბუნებრივია ეს სერიოზულად გვაღელვებს, ჩვენ ნიშნს არავის არ უგებთ, მაგრამ დროა დავასრულოთ ჯიბრით საუბარი, დროა დავასრულოთ წარსულზე ქილიკით საუბარი და ერთად მივხედოთ ქვეყანას და ამისათვის თუ შეიძლება ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, წეღან ფინანსთა მინისტრმა ისიც ბრძანა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დაუშვათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს მოუწევთ პასუხის გაცემა კონკრეტულ საკითხებზე, ნუ იქ ფინანსებზე იყო საუბარი. თქვენი სასამართლო პროცესები, რომელიც არ ვიცი, თავიდანვე ჩაითვალა, რომ ეს იყო ნაციონალურ მოძრაობაზე პოლიტიკური ზეწოლა, როგორ ფიქრობთ, რითი დასრულდება პირადად თქვენთან მიმართებაში, ელოდებით თუ არა რომ შეიძლება დაგიჭირონ?
რა თქმა უნდა, ბუნებრივია ეს ამის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ვიცი რა თქვენი დამოკიდებულება ქალბატონო ინგა ჩემს მიმართ მე ვიტოვებ იმედს რომ ერთ დღეს სასამართლო პროცესები გაგრძელდება და რაღაც მომენტში მექნება საშუალება თქვენს ეთერში უფრო დაწვრილებით ვისაუბრო ამის თაობაზე, მაგრამ რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის ისევ გამოთქმულ ასეთ კითხვის ნიშნებს, მე მინდა გავიხსენო რომ პირველი ტელეეთერში პირველი დებატები მასთან ჩემი შედგა შაშან 6 ნოემბერს, სადაც მე პირდაპირ უთხარი რომ 1 ლარით ბენზინზე ფასის დაკლება, ელექტროენერგიის გადასახადის 5 თეთრამდე ჩამოწევა და გაზის გადასახადის 25 თეთრამდე ჩამოწევა, ეს იყო უბრალოდ მოტყუება ქართული ამომრჩევლის და ეს შეუძლებელი იყო ამის გაკეთება. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ ეკაკვესიტაძესთან ამ ეთერის ფრაგმენტები და ნახოთ, ის ამბობდა რომ თქვენ ნახავთ 2-3 თვეში ჩვენ რას გავაკეთებთ და სამწუხაროდ დღეს ის ამბობს რომ პრაქტიკულად ამის გაკეთება შეუძლებელია. ეს იყო უბრალოდ ტყუილი და სწორედ იმიტომ აქვს ნაციონალურ მოძრაობას აი ამ რეპრესიების მიუხედავად საზოგადოებაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომ საზოგადოების ნაწილმა დღეს უკვე კარგად გაანალიზა, რომ მთავრობის ასეთი ტყუილები და ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ატარებს, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს. ამიტომ ჯობია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ და საპარლამენტო ოპოზიცია ერთად შეთანხმდეს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისთან გამოყვანის გეგმაზე. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ ბატონო ზურაბ, კიდევ ერთხელ უკაცრავად ჩემს მიერ წაკითხული იმ კომენტარის გამო, რომელიც მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ამოვიღე ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოსგან. კარგად ბრძანდებოდეთ, მაშინ შეარჩია თუ არა ქართულმა ოცნებამ ახალი გუბერნატორები, ერთადერთი ინფორმაცია, რაც ამ მომენტისთვის ვრცელდება, არის ის, რომ ქუთაისის მერობის პოსტზე საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ოცნების ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელი ზაზა მარუაშვილი მოიაზრება, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანია, პრაქტიკულად ერთადერთი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას რჩება, მხოლოდ თბილისის მერია, თბილისის მერი გუშინ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრიუსელში გაემგზავრა. დღეს კი რეგიონალური განვითარების მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ წინა საარჩევნოდ ყოფილმა პრეზიდენტმა მთლიანად ამოწურა სარეზერვო ფონდის თანხები და 10 მილიონიდან მათ მხოლოდ 5,000 ლარიღა აღმოაჩინეს. დავით ნარმანიასთან გადავდივარ, მე საუბრიც აღაუმშვიდობის, როგორ ბრძანდებით? მოგესალმებით, მადლობთ, მოგესალმებით ტელემაყურებლებს. დიდი მადლობა, რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მაშინ თქვენ მოისმინეთ თქვენი ოპონენტების მიერ თუნდაც ამ ეთერში გამოთქმული მოსაზრებები, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლება, მისი ეკონომიკური გუნდი ამბობს, რომ ქვეყანაში არაფერია საგანგაშო და ყველაფერი ვითარდება ნორმალურად, ჩვენ ვისმენთ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მრავალი შეუსრულებელი დაპირება, მრავალი ტყუილი, როგორც ეხა ბატონმა ზურამ განაცხადა, ამ მრჩეველს მოასმენეს და შემდეგ არ შეასრულეს. ამ თემაზე ოდნავ მოგვიანებით. მანამდე მინდა დავიწყო საუბარი მიხეილ სააკაშვილის სარეზერვო ფონდიდან. რა ხდება, რასაც პრეზიდენტმა დახარჯა თანხები ბიუჯეტის ხარჯზე, ბევრი იმოგზაურა. ასეთი იყო თვალწოდებით თქვენი განცხადება. კიდევ კარგი, როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, შევკვეცეთ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 50 მილიონიდან 10 მილიონამდე, თორე ეს 50 მილიონიც ისევე უკვალოდ გაქრებოდა, როგორც ეს 10 მილიონი. ძალიან ცუდია ის, რომ სრულად განკარგა მან და დახარჯა ეს 10 მილიონი და ელემენტარული, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული და რაიმე სახის ხარჯების საშუალება არ დაუტოვა საქართველოს მომავალ პრეზიდენტს. თუმცა მისგან ეს მოსალოდნელი იყო და ჩვენ ესეც ვარაუდობდით, რომ ვინაიდან მან იცოდა, რომ 27 ოქტომბერი იყო ის პერიოდი, ვიდრე მას შეეძლო ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, ხარჯვა, განკარგვა და ასე შემდეგ, ამას ბოლომდე ამოწურავდა და გამოიყენებდა ამ რესურსებს და როცა წინა საარჩევნოდ ხედავდით ჩვენ, რომ ასე ვთქვათ, როცა ჩვენ საკუთარი ავტომობილებით გადავადგილდებოდით რეგიონებში, როცა ხანდახან ჩავდიოდით მუნიციპალიტეტებში გიორგი მარგველაშვილის მხარდასაჭერად და საკუთარი ფულით ვასხამდით საწყობს, ესეთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი დილით თბილისში იყო, მერე უცებ ერთფრენით ჩაფრინდებოდა სადღაც რეგიონში, ჩაატარებდა წინასაარჩევნო კამპანიას, შეხვდებოდა ამ მომრჩევლებს და ასე შემდეგ, ის ხარჯავდა ადმინისტრაციულ რესურსს, ისევე როგორც ჩემმა წინა გამოსვლელმა ნოდარ ხადურმა ძალიან კარგად თქვა, თუ რაში დახარჯა მან ეს 10 მილიონი და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში დახარჯა და გამოიყენა იმ ყველაფრისთვის, რომ ასე ვთქვათ, დამატებითი დივიდენდები მოეტანა მას ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის. კი ბატონო, თუმცა როდესაც ეხლა თქვენ ბრძანეთ ჩვენი მანქანებით გადავადგილდებოდით, ქართული ოცნება არ იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს. არ იყენებდა ქართული ოცნება ადმინისტრაციულ რესურსს, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე ძალიან
კაფიოდ ქონდა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, ისევე როგორც ჩემს გვერდით არც ერთ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილი არ ყოფილა, როცა თქვა რაიმე სახის ობიექტს ხსნიდით, როცა მე თვითონ ასე თქვა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შვებულებას ვწერდი და მივდიოდი რეგიონებში ამორჩეულებთან შესახვედრად და ან გიორგი მარგველაშვილის წარსადგენად მივდიოდი საკუთარი ავტომანქანით და ვასხამდი საკუთარი ჯიბით, ასე ვთქვათ, საწვავს. ისევე როგორც ჩემი კოლეგები. მესმის, როდესაც თქვენ ხაზს უსვამთ კიდევ ერთხელ საკუთარი ავტომობილები, თუმცა დაუშვათ იგივე თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთი კადრები გვაქვს ნანახი ავტომობილების ახალი მთავრობის, ასე რომ მოდით ამაზე ხაზს ნუ გავუსვათ. რა კადრებია? არა, ძალიან ბევრი ახალი ჯიპი შეძენილი სხვადასხვა სტრუქტურის მიერ, რომელს არა, ნამდვილად ესე არ არის, ეს არ არის ის რაოდენობა, რაც ასე ვთქვათ, არის ფუფუნების საგანი, არის ძალიან მცირე რიცხვი, რომელიც უბრალოდ სხვადასხვა უწყებების ფუნქციების შესასრულებლად არის საჭირო. მაგალითად ვთქვათ, ჩვენ სამინისტროში მხოლოდ რამდენიმე ერთეული, ალბათ 4-5 ერთეული ჩავანაცვლი ძველი ავტომანქანები ახლით, ოღონდ არ გვიყიდია ჯიპები და ფუფუნების, ასე ვთქვათ, საგნები. თუმცა ძალიან ბევრ სტრუქტურაზე კადრებიც იყო თუ არ ვცდები, ერთ-ერთი იყო სასჯელ აღსრულების დეპარტამენტი, სადაც ჩამწკრივებული ახალი ნაყიდი მანქანები იყო. ამ თემაზე არ ვსაუბრობ ჩვენ, უბრალოდ კომისია შეიქმნა ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის მიერ, რომ ასე ვთქვათ, ერთიანი და ცენტრალიზებული წესით მოხდეს ჯერ საკითხების გაანალიზება და საჭიროების დადგენა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს ავტომანქანების შეძენა. კი ბატონო, ბატონო დავით. ხელისუფლების დროს არ ხდებოდა მინდა გითხრათ და გამგეობებს, რომლებსაც სიმწრით ჰქონდათ ბიუჯეტები, ავალებდნენ და პოლიციისთვის აყიდიებდნენ მანქანებს ან რაღაცა სხვადასხვა უწყებებისთვის და ესეთი ძალიან ფუფუნებით ცხოვრობდნენ. მე მინდა დაგისვათ კითხვა გუბერნატორების შესახებ, უკვე გადაწყვიტა თუ არა ქართულმა ოცნებამ კონკრეტული რწმუნებულების დანიშვნის საკითხი. მე წეგან წავიკითხე, შიდა ქართლში არის საუბარი ზურა ყაულაშვილი, თამაშიოშვილი, იმერეთში დიმიტრი კოპალიანი, ყოფილი მერი, რომელიც ქუთაისის მერად ჩამოიყვანა. ვერ გადაწყვიტავდა და არც გადაწყვიტავდა, იმდენ რამდენადაც ჯერ ნორმა, რომელზეც არის საუბარი და რომლითაც ახლებურად უნდა დარეგულირდეს გუბერნატორების დანიშვნის წესი ძალაში არ არის შესული, ეს უფლებამოსილება გადმოეცემა საქართველოს მთავრობას. მეორე, ახლა მიმდინარეობს მუშაობა ტიპიური დებულების პროექტზე სახელმწიფო კანცელარიისა და ჩვენი სამინისტროს მიერ, რომელიც ამ გუბერნატორების ადმინისტრაციის საკითხებს უნდა არეგულირებდეს და ასე შემდეგ. ჯერ არ ყოფილა პოლიტიკური კონსულტაციები, არ ყოფილა მთავრობაში კონსულტაციები. ხო, მაგრამ გუბერნატორები უკვე გადადგნენ, 7-მა გუბერნატორმა დაწერა უკვე თუ არ ვცდები განცხადება. მოვალეობის შემსრულებლები შეასრულებენ ამ გარდამავალ პერიოდში ფუნქციას, ეს ნამდვილად, ასე ვთქვათ, ესეთი სასტრაფო და გადაუდებელი თემა მე რამდენადაც ვიცი არ არის და გაგრძელდება ამაზე კონსულტაციები. პარალელურ რეჟიმში უნდა წარიმართოს ეს პროცესი, იმდენად რამდენადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ერთდროულად ხდება, ეს არის ახალი პრეზიდენტი და მისი ინაუგურაცია, ახალი ფუნქციებით აღჭურვილი, ახალი პრემიერი, შესაბამისად ფუნქციების გადმონაწილება ნაწილობრივ პრეზიდენტიდან მთავრობაზე და ასე შემდეგ და ამას ებმის გუბერნატორების თემა და ამას ებმის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონპროექტი, რომელიც პოლიტიკური პლაცდარმი, რომელიც რჩება ნაციონალურ მოძრაობას, რჩება თბილისის მერია. დანარჩენი მთლიანად უკვე გადმოვიდა ქართული ოცნების ხელში. ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობებშიც არის ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობები ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარეები არიან, პედაგოგები არიან. ყველაზე მაღალი პოლიტიკური ფიგურა რასაკვირველია თბილისის მერია. კი ბატონო, მე წეგან ბატონო დართანაც დავსვი ეს კითხვა, ამიტომ გავიხსენე, რომ ერთადერთი თქო პლაცდარმი რჩება თბილისის მერია, პოლიტიკური პლაცდარმი ნაციონალურ მოძრაობას. ეხლა უკვე აღარ არის ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა, ეხლა უკვე აღარ არის მიხეილ სააკაშვილი და მთელი პასუხისმგებლობა გადმოსული არის თქვენზე. მე არ ვიცი მოგისმენია თუ არა, ალბათ ბევრჯერ მოგისმენიათ, ეხლაც ბატონი ჭიაბერაშვილი საუბრობდა იგივე თემაზე. ძირითადი შეუსრულებელი დაპირებები, რომელიც ქართულმა ოცნებამ მისცა ხალხს. ეკონომიკური ვარდნა, დაგეგმილი 6%-ის გაზდის ნაცვლად 2% ნახევარი, გაუხსნელი საწარმოები, რომელსაც ასობით და ათასობით პირდებოდა. ხალხის დასაქმება თუ გნებავთ კიდევ გავაგრძელოთ. მოდით ესე ვთქვათ, აქ ჩემამდე იჯდა ნოდარ ხადური და მე და ნოდარ ხადური ჩემს კოლეგებთან და ჩვენს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად მუშაობდით ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაზე, მათ შორის ჩვენ დავამუშავეთ ეკონომიკური პროგრამა და ძალიან კარგად მახსოვს მაშინდელი დისკუსიებიც. ყველაფერი ძალიან კარგად ავზომეთ, ავწონეთ და ისე ჩავდეთ პროგრამაში. პროგრამა არის 4 წლიანი, არ დაგავიწყდეთ, პროგრამა არ არის 1 წლიანი.
და მაშინაც ძალიან ცხარი დისკუსიები გქონდა, რომ არ ჩაგვედო პროგრამაში ისეთი დაპირებები, რომლებიც იქნებოდა შეუსრულებელი და ნოდარ ხადური ამბობდა, რომ ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში, ამიტომ ნოდარი ყოველთვის ხას უსვამდა იმას, რომ ნუ ჩავწერთ ისეთ რაღაცას, რაც იქნება შეუსრულებადი და ამიტომ ყველაფერი ისეთი ჩავწერეთ, რაც 4 წლის განმავლობაში არის შესაძლებელი და პრემიერ-მინისტრიც ხშირად უსვამს ხაზს ამას, რომ ეტაპობრივად ყოველწლიურად ჩვენ გავაუმჯობესებთ მდგომარეობას. არ დაგვაუწყდეს რა მემკვიდრეობა მივიღეთ. რა მემკვიდრეობა მიიღეთ? აი წეგან საუბარი იყო სტუდიაში იმაზე, რომ არ დაგვავიწყდეს, რომ 17 მილიონი მქონდა მაგალითად სტიპენდიაო სტუდენტობის დროსო. ამას ამბობდა სწორედ სააკაშვილიც. ჩვენ მივიღეთ ჩაბნელებული საქართველო, ჩვენ მივიღეთ გაუბედურებული ეკონომიკა, გაუბედურებული ბიუჯეტი და აი ამას მივახციეთ. ეხლა თქვენც იგივეს ამბობთ. რა თქმა უნდა. რა მიიღეთ? მათაც მიიღეს ძიმე მემკვიდრეობა, ისევე როგორც ჩვენ მივიღეთ ძიმე მემკვიდრეობა. ჩვენი ძიმე მემკვიდრეობა იყო პირველ რიგში დაშინებული ბიზნესი, რომელსაც ძალიან ბევრს ახდევინებდნენ არადანიშნულებისამებრ, ისეთ პროექტებს აფინანსებინებდნენ, რაც მათ არაფერში არ ჭირდებოდათ, ისევე როგორც რატომღაც ასე თქვათ, შუაღამე, ასე თქვათ, დამატებითი ვალდებულებების ჩუქება ხდებოდა სახელმწიფოსთვის, უცებ, ასე თქვათ, ნოტარიუსებთან რიგები დგებოდა ჩუქებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საკუთრების უფლების დარღვევა არ დაგავიწყეთ. აქ საუბარი იყო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში და ჩვენ 154 ქვეყნიდან 131 ადგილზე ვიყავით საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით, რაც ძალიან მძიმე იყო. კონკურენციის დაცვის თვალსაზრისით ასევე ძალიან უკანა პოზიციებზე ვიყავით იქაც. ესეთი ტიპის პრობლემები არსებობდა ამ ქვეყანაში, რაც ჩვენ ძალიან კარგად გავაანალიზეთ და დაუდეთ საფუძვლად კოალიცია ქართული ოცნების პროგრამას. და მე ამ პროგრამის ძირითადი პოსტულატები აისახა საქართველოს მთავრობის პროგრამაში ერთიანი დემოკრატიული და ძლიერი საქართველოსათვის, რომლითაც ზუსტად 1 წლის წინ 25 ოქტომბერს დაგვამტკიცა საქართველოს პარლამენტმა და ეს არის 4 წლიანი პროგრამა. არ დაგავიწყდეთ და უკაცრავად გაგაწყვეტნებთ. ეს არის არ ჭირდება იმის შეხსენება, რას მივახცეთ ამ 1 წლის განმავლობაში. მიუხედავად საბოტაჟისა, მიუხედავად ძალიან ბევრი წინააღმდეგობისა, 700 მილიონი ლარი დაიხარჯა სოფლის მეურნეობაში. რამდენი იხარჯებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს? 205 რამდენიმე 10 მილიონი. ეს არ იყო 25 მილიონი, 30 მილიონი ლარზე მეტი. მეორე 205 საწარმოზე გაიცა იაფი კრედიტი, საიდანაც 54 არის ახალი სოფლის მეურნეობის საწარმო. ზოგი გადამამუშავებელი, ზოგი წისქვილ კომბინატის, ზოგი შესანახი და ასე შემდეგ. ეს არ არის ჩემი მოგონილი ციფრები, ეს არის ოფიციალურად დადასტურებული ციფრები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოქვეყნებული აქვს. შემდეგ პენსია გაიზარდა 150 ლარამდე. ჩვენ პირდებოდით პენსიის გაზრდას. 9 მილიარდიანი ბიუჯეტიდან 2 მილიარდ 700 არის სწორედ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ხარჯები. კი ბატონო, თუმცა მომავალ წელს ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული პენსიის მოვა ამის დრო და დამატებით გაიზრდება კიდე. სანამ მინისტრი გახდებოდით, ბატონო დავით, დაზღვევაზე მე გკითხავთ, სანამ მინისტრი გახდებოდით, თქვენ იყავით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად კვალიფიციური ექსპერტი. მე მინდა თქვენ კითხოთ დავით ნარმანიას, არის დღეს ის რეალური 146 ლარი საარსებო მინიმუმი? შეიძლება ჩვენი ტიპის ქვეყანაში ადამიანისთვის საარსებო მინიმუმად იყოს განსაზღვრული? აი გულწრფელი პასუხი მინდა თქვენ. ჩვენ ვამბობდით და პროგრამაშიც გვიწერია, რომ გადაიხედება საარსებო მინიმუმი და მისი გაანგარიშების მეთოდოლოგია და ეს უნდა გაკეთდეს აუცილებლად. მომავალ წლის ბიუჯეტში არ არის ეს განსაზღვრული. ბიუჯეტში არც უნდა განისაზღვროს საარსებო მინიმუმის განსაზღვრა სტატისტიკური, ასე თქვათ, ერთეულია და უნდა მოხდეს მისი დაანგარიშება და ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ თავის დროზე გადავხედავთ საარსებო კალათას. თუმცა ეს არ იქნება ძალიან შორს. მანამდე კალათის გადახედვამდეც კი, ასე თქვათ, მოვახერხეთ ის, რომ პენსიები გავზარდეთ 2 სხვადასხვა ეტაპზე. ვიცი, რომ ძალიან ცოტაა 150 ლარი. ნამდვილად ვიცი ამ ფასების პირობებში, რაც ჩვენთან არის და მოვადრო და ამის გაზრდის, ასე თქვა, საშუალებაც ექნება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ მანამდე რაც ჩვენ გასაკეთებელი გვაქვს, ახლა უკვე მეორე ეტაპისთვის, ის რაც გავაკეთეთ პირველ ეტაპზე, ერთწლიანი პერიოდისთვის, რაც მოვახერხეთ მეორე ეტაპზე, ჩვენ
თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა გვაქვს დასამტკიცებელი და ქმედითი სამსახური გვაქვს ასამოქმედებელი. ჩვენ იგივე ჩემი მიმართულებით შესყიდვების კანონმდებლობის მოწესრიგებაზე მუშაობთ, რომ ტენდერების სისტემა კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს. თუმცა მიუხედავად ამისა, გამჭვირვალეობა ძალიან მნიშვნელოვნად, ასე თქვა, რამდენი ასეთი საქმე გადაეცა საგამოძიებო ორგანოებს? თუ შეგიძლიათ თქვა, ტენდერები არასწორად ტარდებოდა, არა მიზნობრივი ქია. ჩემი უწყებიდან 10-ზე მეტი საქმე გვაქვს გადაგზავნილი, ზოგი მთავარ პროკურატურაში, ზოგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. მიმდინარეობს ძიება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ის რისი გამოსწორებად ჩვენ სისტემაში შეიძლებოდა და ჩვენვე შეგვეძლოთ ჩვენ თვითონ გამოვასწოროთ, ის რაც ჩვენი აზრით ცილდებოდა ჩვენ კომპეტენციას გადავაგზავნეთ შესაბამის. წიღან თქვენ ახსენეთ. თუმცა ეს არ არის მთავარი ამოცანა. მთავარი ამოცანა არის ის, რომ ის ხარვეზები, რაც იყო ჩვენ ნაბიჯ გამოვასწორეთ ჩვენს სისტემაში და პირველი და რაც მთავარია, რაც გავაკეთეთ, არის ის, რომ გვაქვს სამოქმედო გეგმა, ამ სამოქმედო გეგმას მივყვებით, ახლა უკვე გავაკეთეთ მომდევნო 4 წლის სტრატეგია და დავამტკიცეთ ამ სტრატეგიას და გვექნება მომდევნო 4 წლისთვის, სადაც ძალიან დეტალურად იქნება გაწერილი, რომელ წელს რას გავაკეთებთ. იგივე თქვათ თქვენი ტელევიზიის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დღეს კითხა თქვათ ავტომაგისტრალი როდის ჩავა ბათუმამდე. დიახ, ჩვენ გვაქვს ასე თქვა ჩვენი საგზაო რუკა, რომლის მიხედვითაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში პარალელურად 5 სხვადასხვა უბანზე იქნება სამუშაოები, დღეს 3 უბანზე მუშაობთ, იმისათვის რომ უფრო დროულად დავამთავროთ ავტომაგისტრალი, ასევე სხვა პროგრამები, წყალმომარაგებასთან დაკავშირებული თემები. ჩვენ 60 მილიონი ლარით და 40 მილიონი ევროთი 3 მსხვილი ქალაქის და 25 მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას ვაპირებთ, რაც ნიშნავს სრულიად ახალი სისტემების გაკეთებას აქ და როცა თქვენ ლოდარ ხადურს ეუბნებოდით, რომ 340 თუ 360 მილიონი ლარი დაიხარჯა პარლამენტის მშენებლობაში, წარმოიდგინეთ, რამდენ პრობლემას მოვაგვარებდით ამ 340 მილიონი ლარი. წარმოიდგინეთ 360 მილიონი, ალბათ წარმოდგენილიც გაქვთ, ამაზე ნაფიქრიც გაქვთ, ეჭვი არ მეპარება, რომელიც უნდა გადაიყაროს წყალში. პლუს პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც არსებობს, მოქმედებს. პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ის ინფორმაცია, რაც მსვენელმა უნდა მიიღოს. ჩვენამდე 16.5 მილიონი ლარი ამ რეზიდენციის მშენებლობისთვის იყო დახარჯული. როგორც ნოდარმა გაუსვა ხაზი, ეს რეზიდენცია განკუთვნილი იყო საქართველოს მომავალი პრემიერისთვის ან პრეზიდენტისთვის. და ჩვენ გადმოვიბარეთ ეს პროექტი ისეთ პირობებში, როცა მშენებელ კომპანიას ყველა მაკომპლექტებელი მასალა, სამშენებლო მასალა, ავეჯი, გათბობის სისტემა, კარფანჯარა და ასე შემდეგ შესყიდული ჰქონდა და დასაწყობებული ჰქონდა, მაგრამ ეს კომპანია იყო ფინანსური პრობლემის ქვეშ და ვერ ამთავრებდა ამ ობიექტს და ჩვენ ვამთავრებთ ამ ობიექტს. ანუ უბრალოდ დამატებით ხარჯებზე რო არის. ეხლა მე დღეს მეგონი მარცხენა ფეხზე ვარ, ეხლა მეუბნებია, რომ სოზარ სუბარის უწყებამ გააპროტესტა, რომ მათ არ აქვს შეძენილი ახალი ჯიპები, სიამოვნებით მოვიწვევდი და ერთ-ერთი მკითხვა, რომელიც მექნებოდა მის მიმართ, ეს იქნებოდა, ასე რომ მე ვაცხადებ ამას. მე არ ვიცოდი ეს ინფორმაცია და ამიტომ ვერც დავადასტურე და ვერც ვარყავი, თუმცა ძალიან საინტერესო უწყებას შეეხეთ. რას გულისხმობ? არა, ყოველ შემთხვევაში ისე. არა, რა იგულისხმობ? არა, მარცხენა ფეხზე, რა თქმა უნდა. მარცხენა ფეხზე ვარ ამდგარი და საინტერესო. ნუ იმედი არ მოხდები არასოდეს იქ გარდა ჟურნალისტის მოვალეობის შესრულებისა. ბატონო დავით, მოდით რეკლამას გამოვაცხადებ პირდაპირ ეთერში და რეკლამის შემდეგ მექნება კიდევ თქვენთან რამოდენიმე შეკითხვა თქვენს დაპირებებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და თქვენც უნდა გკითხოთ ამაზე პასუხი რეკლამის შემდეგ. წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ ვინ გახდება მომავალი პრემიერ-მინისტრი. კარგით, ბრუნდებით რეკლამის შემდეგ. მაშასე როგორი განწყობით ხვდებით ახალ პრემიერს, ეს იქნება ჩემი ბოლო კითხვა და თუ იცით, ვინ უნდა იყოს პრემიერი. ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ, რომ 4 დღეა დარჩენილი ამ კანდიდატურის წარდგენამდე და არც ერთმა მინისტრმა არ იცის, ყოველ შემთხვევაში როგორც ამბობენ, ვინ იქნება. თქვენ შემიძლია დავიფიცო, რომ ნამდვილად არ ვიცი, ვინ იქნება მომავალი პრემიერი, რადგანაც ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დამატებითი კონსულტაცია აქვს გასავლელი უმრავლესობასთან, აქედან გამომდინარე ეს ინფორმაცია, ასე თქვა, ჯერჯერობით გარეთ არ გამოდის, მათ შორის არ ვიცით იმ ადამიანებმა, ვინც მთავრობის შემადგენლობაში ვართ, ამიტომ ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა და ეს ნორმალური პროცესია თქვენი აზრით? საინტერესო 4 დღეა დარჩენილი კანდიდატურის დასახელებამდე და ჯერ მთავრობის წევრებთან პრემიერს არ გაუვლია კონსულტაცია. ანუ ეს ნიშნავს თუ არა, რომ მას ერთპიროვნულად აქვს ეს გადაწყვეტილება
გადაწყვეტილება მიღებული. კონსულტაციები უნდა გაიაროს უმრავლესობასთან და მერე იქნება, ასე ვთქვათ, ეს ინფორმაცია ჩვენთვისაც ცნობილი. მან ისაუბრა ამასთან დაკავშირებით ძალიან კაფიოდ და ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, მოვა იმის დრო, როცა დასახელდება ეს კანდიდატი. თუმცა მე ვიცი, რომ ასე ვთქვათ, მთავრობის შემადგენლობიდან უნდა დასახელდეს და კაცი უნდა იყოს. და ესეთი შემადგენლობა მთავრობაში, ვინც არ უნდა დასახელდეს, ნებისმიერი იქნება მისაღები და ძალიან კოლეგიური სათანამშრომლო. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ. მაშინ ეს იყო დავით ნარმანია, რამდენიმე წუთში ჩვენს ეთერში ეკა ბესელია და გოგა ხაჩიძე, ასევე ჩვენი სტუმარი უნდა ყოფილიყო ნინო ბურჯანაძის მოძრაობიდან ხათუნა ხოფერია, რომელიც გადაცემის ეთერში გასვლამდე 9 საათით ადრე მისმა პარტიამ ჩვენს ეთერში დაგვიბლოკა. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. მთავარი ოპოზიციური პარტია ვართ. ეტა რას? ბურჯანაძე მიიჯირყნა ეტა 2, არსებული პარლამენტი ძირითადად გამოხატავს ხალხის განწყობას ეტა 3. არსებული დაჭერების, დაკითხვების დევნის მიუხედავად ყოველი მეხუთე მხარს გვიჭერს ეტა 4. დღე-დღეზე ბიძინა ივანიშვილი წავა ეტა 5. ყველაფერი კარგად იქნება. გოგა ხაჩიძის ეს პოსტი სოციალურ ქსელებში მეტისმეტად პოპულარული გახდა. მაშასე ქართული პოლიტიკის ახალი რეალობა. ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმრები არიან გოგა ხაჩიძე, ხოლო ქუთაისიდან ეკა ბესელია ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში საღამო მშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს ეთერში. ძალიან საინტერესო იყო თქვენი პოსტი. თქვენი ნებართვით თუ შეიძლება პირველ კითხვას დაუსვავ ქალბატონ ეკა ბესელიას, იმიტომ რომ ქუთაისამდე ხმა იგვიანებს. ქალბატონო ეკა, ზუსტად 4 დღეში უნდა დასახელდეს ახალი პრემიერი. სრულიად საქართველოს ელოდება ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. მაინტერესებს რა სიტყვის უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი. იცით თუ არა თქვენ ვიზე კეთდება არჩევანი და სერგიენკოა ეს თუ ღარიბაშვილი, კაცი როა და მთავრობის წევრი, ეს უკვე გავარკვიეთ. საღამო მშვიდობის ინგა, მოგესალმებით თქვენ სრულიად საქართველოს და მინდა ყველას მიულოცო პირველ რიგში ამ მართლაც უპრეცედენტო და თავისუფალი არჩევანის შედეგად არჩეული პრეზიდენტი და პირველ რიგში მართლაც ყველას სასიხარულო არის ის, რომ ჩვენ დაუბრუნეთ ხალხს თავისუფალი არჩევნების უფლება, რომლითაც შესაძლებლობა მიეცა ყველას გამოეხატა თავისი აზრი. რაც შეეხება მომავალ მთავრობას და მომავალ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, ჩვენ სულ რამდენიმე დღეში შევიკრიბებით პრემიერ-მინისტრთან ერთად და განვიხილავთ კანდიდატურას, რომელზედაც შეიძლება ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, მინიშნებები არსებობს. რა თქმა უნდა, იქნება, როგორც ითქვა, მინისტრთა კაბინეტიდან, ვინ იქნება კონკრეტულად ამაზე ჯერ არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ჯერ უშუალოდ საუბარი არ შემდგარა და კონსულტაციები ჯერ არ დაგვიწყია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მსჯელობა, როდესაც გვექნება კვირის ბოლოს, ჩვენ შევჯერდებით და დასახელდება ისეთი კანდიდატი, რომელიც მისაღები იქნება მთავრობის შემადგენლობისთვის, პარლამენტისთვის, რომელმაც უნდა დაამტკიცოს და მისაღები იქნება საზოგადოებისთვის. დიდი მადლობა. ბატონ გოგას დაუსვათ თქვენი ნებართვით შეკითხვას. თქვენთვის რამდენად არის მისაღები 4 დღით ადრე დაუშვათ, რომ არავინ იცის ქვეყანაში გარდა პრემიერ-მინისტრისა და შესაძლებელია მან იცის ვინც უნდა გახდეს. მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა გავიხსენო, ბოლო ეთერში როდესაც ვიყავით თქვენთან, ქალბატონო ინგა, მაშინაც მინდა ქალბატონი ეკა ბესელია ვიყავით, თქვენი დაბადების დღე იყო, მაშინ მახსოვს და ძალიან კარგია რომ ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ. ძალიან კარგი, ჩემ შემდეგ დაბადების დღეზე აუცილებლად ერთად მოგიწევთ. რაც შეეხება, მე ძალიან მოხარული ვარ ქალბატონმა ეკა ბესელიამ არ დაიფიცა, როგორც ბატონი ნარმანია გვთავაზობდა ამას. არ ვიცი, რამდენად სწორია ეს, რამდენად მისასალმებელია ის სიტუაცია, როდესაც მინისტრთა კაბინეტის წევრი მინისტრი 4 დღით ადრე მზად არის მართლა გულწრფელად დაიფიცოს, რომ არ იცის ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და ჩვენ ოპოზიციას, საზოგადოებას, ქვეყანას რჩება ალბათ რაღაც დედუქციის მეთოდი, რომ ქალია თუ კაცია გავარკვიეთ. ნუ ყოველ შემთხვევაში ვივარაუდეთ. ნუ ალბათ მე რაღაცებს გამოურიცხავთ კიდე რაზე იწყება მისი სახელი და ასე შემდეგ. და ამასობაში 4 დღეს გავლის და პრემიერ-მინისტრიც ახალი დაინიშნება. სინამდვილეში ხა პრემიერ-მინისტრი იქნება ის, ვინც გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა და ძალიან ცუდია ის თუ მინისტრთა კაბინეტის წევრები მზად არიან დაიფიცონ
რაღაც პირობები დადონ, რომ აზრზე არ არიან ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ანუ მათი უშუალო ხელმძღვანელი და ეს როცა ხდება 4 დღით ადრე, ну, აი, რბილად რო ვთქვათ, ალბათ არ არის მისასალმებელი ფაქტი. კი ბატონო, ქალბატონო ეკა, კითხვა მინდა ასეთი რომ დაგისვათ, არჩევნები მართლა იმდენად მშვიდად ჩატარდა და იმდენად სიმშვიდე იყო მეორე დღესვე ქვეყანაში, რომ მე მგონი არჩევნების თემა უკვე სატელევიზიო ток-შოუებისთვის საინტერესო აღარ არის, ანუ როგორ ჩატარდა, რა მოხდა და ასე შემდეგ. მაგრამ სამაგერო ძალიან საინტერესოა, რა იქნება ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, რა შეიცვლება ქვეყანაში. დღეს მთელი დღის განმავლობაში თქვენი ოპონენტები საუბრობდნენ იმაზე ამ გადაცემაში უпростоრედ ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო, რომელმაც ისაუბრა, რომ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ეკონომიკური მდგომარეობა, არც თუ სახარბიელო დაგეგმილი 6-ის ნაცვლად არის 2% ნახევრიანი ზრდა, რომ ბიუჯეტში იქნება გარღვევა და ამ დროს, როდესაც იცვლება პრემიერ-მინისტრი. როგორი არის თქვენი მოლოდინი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით? ინგა, თუ გავიხსენებთ ზუსტად 5 წლის წინ, ცოტა მეტი იანვარში, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, გახსოვთ თქვენ, რა მოვლენები ვითარდებოდა მაშინ და როგორი დრამატული დღეები იდგა საქართველოში და გავიხსენებთ მართლაც, როგორც თქვენ თქვით, რომ არჩევნების დასრულებიდან მეორე-მესამე დღეს უკვე არჩევნების თემა თითქმის ნელ-ნელა რაღაცა მინელდა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ერთ წელიწადში ჩვენ ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან მართლაც საოცარი ნახტომი გავაკეთეთ წინ და ქვეყანა მიდის დამშვიდებისკენ, მართლაც კულტურული, ევროპული ისეთი ტიპის ურთიერთობების დაალაგებისკენ და ისეთი საზოგადოებრივი კულტურა ყალიბდება ქვეყანაში, რომელსაც მართლა ვიოცნებებდით რამდენიმე წლის წინ. ბუნებრივია, როცა ისმება კითხვა, რა იქნება შემდეგ და როგორ უყურებ მომავალს, უყურებ ძალიან პოზიტიურად, უყურებ ძალიან დიდი იმედით, იმიტომ რომ ხედავ, როგორ მიუხედავად იმ აპოკალიფსური სურათისა, როგორცაც ხატავენ ჩვენი ოპონენტები, ამ დროს ყველაფერი ვითარდება ზუსტად ისე, როგორც ეს განცხადებებში იკვეთებოდა პრემიერის მხრიდან, როგორც ჩვენ გამოვაცხადეთ, ვალდებულებების შესრულებით, ეტაპობრივად ყველა პრობლემების მოგვარებით, მთლიანად სტრუქტურა, სახელისუფლებო, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ორგანო იბრუნებს თავის სახეს და არჩევნების შემდეგ უკვე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, როდესაც პარლამენტი და პრეზიდენტი იმუშავებს არა კონფრონტაციულ რეჟიმში, არა ვეტოების დაძლევის რეჟიმში, არა პროცედურული ომის გამოცხადების რეჟიმში, არამედ ჩვენ ვიმუშავებთ ნორმალურად, მივიღებთ კანონებს, რომელიც ქვეყანას ჭირდება, მთავრობა ბიუჯეტს გაანაწილებს და გამოიყენებს ისე, როგორც ეს ჭირდება სოციალურად დაუცველ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს, ყველა ფული დაიხარჯება ადამიანებისთვის ისე, როგორც ეს არის საჭირო და დაიწყება ინსტიტუტების გაძლიერება. დაიწყება ქვეყანაში მართლაც ნორმალური ეტაპი და ბიძინა ივანიშვილმა თქვა არაჩვეულებრივი სიტყვა. ჩვენი პარტიის ოფისის, ცენტრალური ოფისის წინ, ზუსტად მეორე დღეს არჩევნებიდან, მან თქვა ესეთი რამ, რომ ჩვენ ახლა გვჭირდება ეტაპი, როდესაც გავაანალიზებთ ყველაფერს, რაც გადავიტანეთ, იმ ძალიან დიდ სტრესებს, რომელიც საზოგადოება მიიღო ამ უმძიმესი 9 წლიანი მმართველობის შედეგად, მოხდება ამ ემოციების დაცხრობა, რაღაცა მოუშუშდებათ ადამიანებს იარები, დაიწყება მათი შელახული უფლებების აღდგენა, ქვეყანას დაემსგავსება და ნორმალური ვითარება შეიქმნება იმისთვის, რომ მთავრობამ გააკეთოს ადამიანებისთვის რა ჭირდება, ჩვენ ვიმუშაოთ ნორმალურ პირობებში და მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნების ესეთი მაღალი კულტურა, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ, მისცემს შესაძლებლობას ქვეყანას უკვე გადავიდა სრულიად ახალ ეტაპზე, ახალი პრეზიდენტით, ახალი პრემიერით, ნდობა გამოცხადებული მთავრობით. მე ვფიქრობ, ეს არის არაჩვეულებრივი მოცემულობა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია
ძალიან დიდი იმედით შევხედოთ ხვალინდელ დღეს. დიდი მადლობა ბატონო გოგა, აპოკალიფტურ სურათს ხატავენ ოპონენტები. რა სიტყვით, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას უსმენ, ყოველთვის განცდა გიჩნდება, რომ მართლა ყველაფერი ცუდად ხომ არ არის, მართლა ეკონომიკური სტაგნაცია არის თუ არა ქვეყანაში. რა სიტყვით? ერთი მინდა თქვა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როგორც ქალბატონმა ეკამ აღნიშნა, მარსაც ყოველთვის არაჩვეულებრივი სიტყვებით გამოირჩევა, არა მარტო სპიჩით, არამედ თვითონ სიტყვებითაც მიჯიყვნა რა დღეს ჯერ მარტო. რაც შეეხება აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ასე მშვიდად, კარგად რაღაცა გავიღვიძეთ, გაიღვიძა საზოგადოება მეორე დღეს არაფერი არ ხდება. ახალი არჩევნები ასე შეფასდა. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამორჩა ქალბატონ ეკას, რომელიც ფაქტია და ვერ გამოგრჩება, 5 წლის წინანდელი არჩევნებზე იყო აქ საუბარი, მაშინ თუ არ ვწდები მიხეილ სააკაშვილმა აიღო 53 და რაღაცა ვთქვათ მიასედი პროცენტები და ლევან გაჩიჩილაძემ 25 და 6 თუ არ ვწდები. დაახლოებით ეს იყო. გასაგებია იგივე ციფრები არ არის, რაღაც სხვაობა არის, მაგრამ იყო საკმაოდ დიდი სხვაობა და მაშინდელი მოვლენები და ახლანდელი მოვლენები. თავარი ფაქტორი ის არის, რომ არჩევნები მშვიდად ჩატარდა, იმიტომ რომ მშვიდად მოიქცა ოპოზიცია, კონსტრუქციულად მოიქცა. საკუთარ დამსახურებად მიგაჩნიათ და არა ხელისუფლების, რომელიც დაუშვათ ქვებს არ ესროდა და არ აკეთებდა ოპოზიცია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთობლივი მიღწევა, მაგრამ ამაში ძალიან დიდი როლი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც პრეცედენტებს ქმნის ქვეყანაში იმისათვის, რომ ქვეყანაში ნორმალური დემოკრატიული პროცესი ვითარდებოდეს. ის რომ დავით ბაქრაძე ჩვენი კანდიდატი გამოვიდა და 9 საათში მიულოცა და ამის შემდეგ მეორე დღეს პასუხად მივიღეთ, ის რომ ჩვენთან თურმე არ ეთანაშრომებოდა. ის რომ ყველგან ვიყავით კონსტრუქციულები, ყველგან არ ვწდებოდით გარკვეულ ჩარჩოებს. მიუხედავად იმისა, რომ ეხა ფაქტია, ხო, არასოდეს არ ყოფილა საქართველოს არჩევნებზე დაჭერილი გენერალური მდივანი პარტიის მთავარი ოპოზიციური ძალის, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ არჩევნებმა რომ მთავარი ოპოზიციური ძალაა. იყო გარკვეული პრობლემა, მაგრამ ასე არ არის, რომ ჩვენ რაღაცა აპოკალიფტებს ხატავთ და აპოკალიფტურ სურათებს წარმოაჩენთ მხოლოდ და მხოლოდ. რაც კარგია, იმას ხედავთ, რომ ეს არის კარგი. და ის რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდად, ეს არის არა მხოლოდ ის, რომ ასე მოხდა უბრალოდ. ეს არის ის, რომ ქვეყანას ყავს კარგი ოპოზიცია, პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია და ჩვენთვის არ არის მთავარი რაღაცა დაუშვათ დესტრუქცია, რაღაცა არეულობების მოწყობა და ვამკვიდრებთ პრეცედენტებს. როგორ უნდა იქცეოდეს ქვეყანაში პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია. მსჯელობდეს თემატურად, დებატობდეს თემატურად და როცა საჭიროა, ღირსეულად აღიაროს, დამარცხებაც მილოცვად შეეძლოს და ასე შემდეგ. ეს არის მთლიანი კონტექსტი ამ ამბის და არა ის, რომ ყველაფრის გარეშე უცბად გავიღვიძეთ და გავხდით რაღაცა სხვანაირები. კარგია ეს, რაც მოხდა, მისასალმებელია, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ამაში უდიდესი როლი მიუძღვის სწორედ ოპოზიციას და ამ შემთხვევაში მთავარ ოპოზიციურ ძალას, ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ტრენდი შექმნა ერთგვარი, რომ ასე უნდა მოიქცეს ოპოზიციური ძალა. ქალბატონო ეკა, რა სიტყვი, ტრენდი შექმნა ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიციური ძალა. პრინციპში ერთხელ აღიარეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და გადავიდნენ ოპოზიციაში, ეხლაც მოხდა ისე, რომ გადავიდნენ ბოლომდე ოპოზიციაში, ერთადერთი წეღანაცვლი პლაცდარმი, რომელიც რჩება ნაციონალურ მოძრაობას, არის თბილისის მერია, სხვა ყველაფრიდან ჩაეხსნა. ინგა, ეს არის ცინიზმი. ცინიზმი ეხა რომ მიითვალოს ნაციონალურმა მოძრაობამ ეს ჩატარებული არჩევნები როგორც მათი ღვაწლისა და კეთილშობილური საქმიანობის შედეგი. გავიხსენოთ როგორ არჩევნებს ატარებდნენ ისინი. 1 წლის წინ ოქტომბრის არჩევნები, როდესაც ჩატარდა საპარლამენტო, როგორი იყო საარჩევნო გარემო, დაყადაღებული ანგარიშები, ქართული ოცნების, დაპატიმრებული აქტივისტები, დარბევები, როგორი ტიპის ზეწოლა ხორციელდებოდა, სპეცრაზმი, რომელიც შეიყვანეს მათ ხაშური საარჩევნო ოლქში, რა ხდებოდა რეგიონებში, რამდენი საჩივარი იწერებოდა, როგორი არჩევნები ჩაატარა ნაციონალურმა მოძრაობამ, თუნდაც საპრეზიდენტო, როდესაც იყო საშინელი ტერორი ადამიანებზე და თქვენ ამბობთ, რომ ეს არჩევნები, რომელიც ჩაატარა ქართულმა ოცნებამ, ძალიან მაღალი დონის
მართლაც ევროპული, კულტურული, აკადემიური, თავისუფალი, ყოველგვარი ჩარევისაგან პოლიციისა თუ სხვადასხვა ჯგუფების და ინსტიტუტების მხრიდან. ეს არის ნაციონალური მოძრაობის დამსახურება და რა უნდა ეკნათ მათ, რა დესტაბილიზაცია უნდა მოეწყოთ და ვინ გამოვიდოდა რომელიმე მათ მოწყობილ აქციაზე, ხა ამ არჩევნების წინააღმდეგ. ეს ხო, არ ვიცი ხა როგორი ცინიზმია, თუ ჩვენ შევადარებ არჩევნებს, რომელსაც ატარებდა ნაციონალური მოძრაობა. და ეს არჩევნები კი არ იყო, ეს იყო ომი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და რაც გავაკეთეთ ჩვენ ამ არჩევნებით. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი რაც უნდა დაინახოთ და დაინახა ეს ყველა მათ შორის ოპონენტმაც და მხარდამჭერმაც, შინაურმაც და გარეშე, სტუმარმაც და ამკვირვებელმაც თუ ნებისმიერმა ვისთვისაც საინტერესო იყო ეს არჩევნები, დაინახა, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოებას აქვს მიმღეობა, რომ იყოს მონაწილე ასეთი თავისუფალი საარჩევნო პროცესის და ხელისუფლება, რომელიც მზად არის, რომ სულიად თავისუფალ გარემოში ჩაატაროს არჩევნები. კი ბატონო. ის რომ თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიცია არის კონსტრუქციული, მე უბრალოდ გეტყვით იმას, რომ თქვენ ვერ მალავთ სიხარულს და ახტაცებას, რომ მეორე ადგილზე დაფიქსირდით. თუმცა ინგა აქვე გეტყვით, ერთი რამ არ მესმის, რომ როდესაც ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი მზარდია, რას ნიშნავს ეს? თუ ამბობენ, რომ 40% აიღეს საპარლამენტო არჩევნების დროს და ამბობენ, რომ მაშინ არ გაყალბებულა არჩევნები, 40%-დან 20%-ზე რო ჩამოხვედით ერთი წლის განმავლობაში, ეს არის მზარდი რეიტინგის მადასტურებელი, თუ აღიარებთ, რომ მაშინ 40% არ ქონდათ რეალურად და გააყალბეთ არჩევნები და რეალურად თქვენი შედეგი იყო უფრო დაბალი. ეს კითხვა უნდა დამესვა ქალბატონო ეკა და დამასწარით ეხლა. დიახ, რას ნიშნავს ეს? დიახ, კარგით, მოდით მოусმინოთ ბატონ გოგოს. ეს კითხვა არის ძალიან ლოგიკური. თქვენ გიხარიათ მეორე ადგილი. აღმოჩნდა, რომ ხო არ აღმოჩნდა უფრო სწორედ, რომ ნაციონალურ მოძრაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ოღონდ არ გასულიყო მესამე ადგილზე და ის რაზეც ახლა ქალბატონი ეკა საუბრობს, 40%-ით მოხვედრილები ხართ პარლამენტში და ახლა 20. გასაგებია, კი. ერთი მინდა იმას გამოვიხმაურო, რომ ხაშურში სპეცრაზმის შეყვანა იმან გამოიწვია, რომ სასულიერო პირები და მრევლი შესულიყვნენ საარჩევნო უბანზე და გადაკეტილი ჰქონდათ ბლოკირებული ყველაფერი და ყუთების გამოტანის საშუალებას არ იძლეოდნენ. ეს ერთი პასუხად. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ იცი რა, დამარცხება არავის არ უხარია და ძალიან გვწყინს. და ქვის სროლა შეიძლება ყველგან, ქვის მოძებნა შეიძლება და ცივილკივილის ატეხვა ყველგან შეიძლება. ხა სხვა თემაა ზოგადად, რომ ნაციონალები და მათი მხარდამჭერები არ გამოირჩევინა, ასე ვთქვათ, ისეთი აგრესიულობით, როგორიც წინა წლებში გვახსოვს აწუკე ხელისუფლებაში მყოფი ბევრი წარმომადგენლისაგან. ნაციონალების აგრესიულობა რომ გვახსოვს, ეხლა არ გავიხსენოთ 7 ნოემბრები და 26 მაისები და იგივე წინა საარჩევნო პროცესი. არა, პარტიულ კუთვნილებაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ეხლა როცა სახელმწიფო გადატრიალებაზეა საუბარი, მაშინ სახელმწიფო უნდა იმოქმედოს. რაც შეეხება იმას, რომ 40% მოვედი და 20-ზე როგორ ჩამოვედით, და გვიხარია რაღაც მეორე ადგილი, ესეც წაგება არავის არ უხარია, ჩვენ დავაფიქსირეთ ის, რაც დავაფიქსირეთ, ის რომ ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში, რაც შეეხება პროცენტის კლებას, 1000-ობით ადამიანი რეკორდსმენიც ყავს, თუ არ ვთქვი, მარტვილის რაიონში საკრებულოს წარმომადგენელი 32-ჯერ არის დაბარებული დაკითხვაზე. 1000-ობით ადამიანი ჩვენ მხარდამჭერი, პრაქტიკულად მოწმეებმა მოგცეს ხმები ახლა. 1000-ობით ადამიანი არის მუდმივი ზეწოლის ქვეშ. თქვენ წარმოიდგინეთ, პარლამენტმა გამოსცა ამინისტია იმ ადამიანებზე, ვინც შემოწირულობები გააკეთეს ნაციონალური მოძრაობის წინა საარჩევნოდ, წინა არჩევნებს გულისხმობ. პარლამენტმა, ასე ვთქვათ, შემოვიდა ეს კანონი და ამნისტია განხორციელდა და შინაგან საქმეთა სამინისტრო არ შეაჩერა არაფერი, ასე ხმალივით დაკიდებული ამ ადამიანების თავზე, ყველას არაფერი მიმდინარეობს ყველაფერი, აი ბატონი ნარმანია ბრძანებდა, რომ თქვენ კითხეთ, რომ აი გადაეცით თუ რაღაც საქმეები და მან თქვა, რომ კი გადავეცით და რა ხდება შედეგი, მიმდინარეობს. საერთოდ ისეთი თავისუფლება რჩება, რომ მიმდინარეობს. ქვეყანა მიმდინარეობს, რაღაცა ის მიმდინარეობს, ყველაფერი მიმდინარეობს, საქმეები არ იხურება, ყველაფერი იწელება.
ყველაზე დევნა განხორციელდა ათასობით ადამიანზე და ამ პირობებში ხარ რატო გიკვირთ ახლა პარლამენტშიც ბევრნი შევედით მაგრამ იმდენი აღარა ვარ და ახლა ქალბატონმა ეკამ კარგად იცის და მეც კარგად ვიცი რა პირობებში გადავიდა ის ხალხი და ზოგს შვილი დაუჭირეს და გადავიდა ზოგს ბიზნეს წარსულებით დაემუქრა ვის დაუჭირეს შვილი და ვის დაემუქნენ ბიზნესის იყო იქ ამაზე პრეზიდენტიც საუბრობდა და იყო ერთ-ერთი იმაზე რომელსაც რაღაცა არ ვიცი დანაშაულზე დააკავეს შვილი და ამის შემდეგ აღმოჩნდა რომ ის ადამიანი აღარ იყო უკვე უმცირესობის წევრი და იყო უმრავლესობის წევრი. ასეთი ეხა ეს ადამიანები არ ვიცი ეს ალბათ კი არა აუცილებლად ცუდია მაგრამ ასე იმოძრავენ ქალბატონოეკა თქვენ არ დადოთ თავი რომ ეს თქვენი 60% რაც არის 60 და რაღაცა პროცენტი ასე მყარად იulis თქვენს გვერდით ეს ადამიანები როგორც პარლამენტში ასევე ელექტორალურად ხან იქით გადაინაცვლება ხან აქეთ გამოინაცვლებენ და ეგ არ არის ახლა დიდ დამსახურება იცით თქვენ რომ ბევრი აი ესეთი ცვლილება რისი დამსახურება ზეწოლების შანტაჟის, მუქარის, სასამართლოების და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. ქალბატონო ეკა გისმენთ. თუ გსურთ კომენტარის გაკეთება ეხლა რაც მოისმინეთ, მე აღარ დაუსვავ ბატონ გოგას კითხვებს, გასულ წლებთან დაკავშირებით და დაუშვათ ზეწოლებთან, ვინაიდან თქვენ ოპონენტები ბრძანდებით, თუ უპასუხებდით მას? აუცილებლად მინდა უპასუხო პირველი მარტვილის ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც გოგა ამბობს, რომ 32 ჯერ დაიბარეს, ხო, პირი მოწმის სახით. დემოკრატიის მაჩვენებელი და განსხვავება თქვენ ხელისუფლებასა და ჩვენ ხელისუფლებას შორის კიდევ ისიც არის, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში გოგა 32 ჯერ კი არ დაიბარებდნენ მოწმის სახით. ერთხელ დაიბარებდნენ და მერეც პირდაპირ ციხეში გაუშვებდნენ, მოწმედ არ დაკითხავდნენ, პირდაპირ ბრალდებულად დააკავებდნენ. 32 ჯერ რომ ადამიანს იბარებ და ეკითხები და აზუსტებ გარემოებებს, ეს თავისუფლების მაღალი მაჩვენებელია, თორე ზეწოლა თუ გინდა მასზე მოახდინო და უკანონოდ მოექცე, როგორც თქვენ იქცეოდით, რომ პირდაპირ ციხეში უშვებდნენ ყველას, აი ესე მოიქცეოდნენ სამართალდამცავი. ასე რომ ეს მაგალითი პირიქით შეგვიძლია კონტრარგუმენტად მოვიყვანო, რომ დღეს როდესაც მოწმედ იბარებენ, კითხავენ, აზუსტებენ, მტკიცებულებს აგროვებენ და შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს, აი ეს არის ის სისტემა, რომელსაც ჩვენ ვქმნით. ეხლა თქვენ როდესაც საუბრობთ, რომ თქვენი რიგები დატოვეს დეპუტატებმა და გადმოვიდნენ, თქვა ზოგი უპარტიოა, ზოგი გაერთიანდა ფრაქციებში და ასე შემდეგ. ეს არ არის იმის პასუხი, რაზეც მე ვსაუბრობდი, როდესაც იგივე ბაქრაძე და სხვაები ამბობდნენ, რომ ეს არის მზარდი რეიტინგის მქონე პოლიტიკური ზალა, მე მარტივი რამე ვთქვი, 40%-ით, როდესაც შედიხარ პარლამენტში ოპოზიციური ზალა და შემდეგ ერთ წელიწადში 20%-ამდე ჩამოდიხარ, ან მაშინ გაყავდა ის არჩევნები, რომელიც თქვენ ჩაატარეთ და არ იყო, ან ეხლა გაქვთ კატასტროფული ვარდნა და ეს არ არის მოსალოცი და ახსაფრთოვანები, რაც შეეხება მთავარი ვინ არის და არა მთავარი, ასე არ ნიშნავენ ოპოზიციას, რომ თქვენ ხართ მთავარი ოპოზიცია და არა მთავარია, მაგალითად ნინო ბურჯანაძე, რომელსაც აქვს 10%, ეს არ არის, მე ვფიქრობ, ლოგიკა. ბურჯანაძე გავიდა მესამე ადგილზე, ფაქტია. პოლიტიკურ მე არ მიმაჩნია რომ ის არამთავარი ოპოზიციური ძალაა და აქვე მინდა ვთქვა, გოგას მინდა უთხრა, თუ თქვენ ამბობთ რომ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი ზეწოლა, შანტაჟ და თურმე ამის გამო ტოვებენ ადამიანები თქვენს რიგებს, ხელისუფლება, რომელიც ზეწოლას ახორციელებს და პოლიტიკურ დევნას ახორციელებს, ის თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს არ ატარებს, ეს არის აქსიომა. დიდი მადლობა. მადლობთ ქალბატონო ეკა, ბატონო გოგა გისმენთ და შემდეგ ბოლო კითხვას დავსვამ. რეპლიკის სახით ჩვენი მარტვილელი მხარდაჭერი ალბათ 100 ჯერო დაიბარო, უფრო დიდი თავისუფლების ხარისხი ექნება და საერთოდ ეს ყოფილა თავისუფლება, უცნაური განმარტება მივიღეთ. კი, არის. რაც შეეხება იმას, რომ მე მართლა არ მესმის ბიძინა ივანიშვილი, ეხა სიმართლე ვთქვათ, ეხა თქვენი პროცენტიც როგორც საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხა აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი თუ ერთადერთი არის ფაქტორი, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მაშინ ამ ლოგიკით როგორც თქვენ ვძელობთ ქალბატონო ეკა, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო შეხვედით ამდენი ადამიანი პარლამენტში და ეხლა დღე-დღეზე რომ ბატონი ბიძინა წარბრძანდება პოლიტიკიდან და განაინაცვლოს საზოგადოებაში, ძალიან საინტერესოა თქვენი რეიტინგი როგორ
როგორ უნდა აღვიქვათ ამ ეტაპისთვის ახლა ცალკეულად კობა დავითაშვილის მაგალითზე ნახეთ ჩვენ რაც არის ეს ყველაფერი ერთ-ერთი კოალიციის შემადგენელი ერთ-ერთი ასე ვთქვათ ლიდერმა 1% ვერ მოაგროვა აგერ გუშინ წინდელ არჩევნებზე ასე რომ არ გვინდა ამას საუბარი მაშინ 40-ით შეხვედრეთ და დღეს რატო ხართ 20 გასაგებია ეს რატოც ხდება სამწუხაროდ გვინდა ეს ძალიან საინტერესო თემა დამასრულებინეთ და ამაზე გიპასუხებთ გოგა დამასრულებინეთ და შემდეგ კი და მე გეტყვით დიახ იცით რა მე მგონი თვისობრივად განსხვავდებით ზოგადად ერთმანეთისგან ჩვენ რაღაცა ვცდილობთ რაღაცა პოზიტივებიც დავინახოთ იგივე ამ არჩევნების შედეგების არ იყოს და ზოგადად ის რომ თქვით რომ ეს არჩევნები კარგად ჩატარდა ეს არის შედეგი ვაღიაროთ ეს არის ჩვენი დამსახურება თქვენი დამსახურება საზოგადოების დამსახურება თქვენ არა გამოხვედით და თქვენი ლიდერი გამოვიდა და იმაზე ჩიოდა როგორ მისცა ხალხმა 21% საიდან მოაგროვეს არ შეიძლება ასე რაღაცა ზოგადად ასეთი მიდგომები ხა თქვენი მხრიდან ნეგატივს ხედავდეთ მარტო და ჩვენ რაღაცა ვცდილობთ რაღაცა ობიექტურები ვიყოთ კარგით არ გესმით ქალბატონო თუ გესმით ჩვენი ქალბატონო გესმით ჩვენი დიდი არაფერი არ თქოს ისეთი ასე რომ შეიძლება არ მოხდეს ქალბატონო თუ გესმით ჩვენი კი ბატონო მაშინ მე დაგისვა კი ბატონო ეხლავე აღდგება კავშირი ვიდრე ბოლო კითხვას მანამ კავშირი აღდგება აქ იყო საუბარი რაღაც ფუფუნებაში ცხოვრობდნენ და ეს შემდეგ მე ხო ვიყავ მთავრობის წევრი მახსოვს რომ ვიყავ ხა 5 წელი ვიყავ 2 რეგიონის გუბერნატორი და 4 წელი ვიყავ მინისტრი კი ოღონდ შემთხვევაში პატივცემულებს მე რაც ქონდა მინისტრობის დროს ხელფასთა პრემია ჯამში იმაზე ორჯერ მეტი ხელფასი აქვს და ჩემი ხო და ამ 10 წლიანი თუ 9 წლიანი მუშაობის დროს არც ერთხელ ახალი მანქანა არ ყურია მეც ხო ვიყავ მთავრობის წევრი მე რატო ყველაზე ძლივს შემოვეჭიწყნე ჩემი ორკარიანი პაჯერო იოთი უზარმაზარი ჯიპებით არის გამოტენილი ქუჩა და ეხლა რატო ამბობენ რომ არა ყავს და ფეხით დავდივარ და ჩემი მანქანით ვიდოდი და საწვავს მევასხავდი და ხაჭაპურს ჭამდი ფენოვანს ჯიხურში და რაღაცა ასთამები ეხლა კი ბატონო რაღაცა თუ ასე პრემიერ თუ ასეთ გულწრფელი ყოს რაღაცებსაც გამოდის და პირდაპირ გვიყვება მინისტრებმაც მიბაძონ და ცოტა სიმართლეები კარგით ქალბატონი ეკა არის კვლავ ხაზზე მე მას მინდა მივცე სიტყვა დასასრულისკენ უნდა წავიდეთ ქალბატონო ეკა ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვა თქვენ რაღაცას ამბობდი და გაწყდა მაგრამ პრეზიდენტი ჯერ ოფიციალურად არ ყოფილა ინაუგურაცია, მაგრამ გიორგი მარგველაშვილი უკვე არჩეული საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გამოვიდა და მან გააკეთა განცხადება, რომ იგი საერთოს ვერაფერს ვერ ხედავს ნაციონალურ მოძრაობასთან და ერთადერთი საკითხი, რომელზეც შეიძლება რომ თქვენი მისი და ნაციონალების თანამშრომლობა შედგეს, იქნება მხოლოდ საგარეო საკითხები. ანუ რამდენად იგი თანამშრომლობისთვის განწყობილი პრეზიდენტია ამჯერად ოპოზიციასთან მიმართებაში. ინგა მე სრულად ვეთანხმები გიორგის ამ განცხადებაში, იმიტომ რომ თვისობრივად იმდენად განსხვავებულია ჩვენი ხედვები და იმდენად სრულად სხვადასხვა ღირებულებებზე ვართ დაყნობილი ჩვენ და ნაციონალური მოძრაობა, რომ მე აბსოლუტურად მესმის, როდესაც ამბობს არჩეული პრეზიდენტი, რომ საგარეო ურთიერთობების და საკითხების გარდა პრაქტიკულად შეუძლებელია შიდა საკითხებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის თანხმედრა იყოს. და აქვე მინდა გოგას უთხრა ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა მან. და მინდა ამას აუცილებლად გავცე პასუხი. მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იყო უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების დროს. დიახ, ასე იყო. ამას ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ უარყოფს, რომ რომა რაის და მისი მართლაც განსაკუთრებული და ძალიან მაღალი ნდობა ჩვენ იმ შედეგს ვერ მივაღწევდით და ვერ მოვერაოდით იმ ძალადობრივ სისტემას და იმ მართლაც ავტორიტარულ რეჟიმს, მაგრამ რაც შეეხება ამ არჩევნებს, ნახეთ რა გააკეთა პრემიერმა. მან არ დამალა მისი გადაწყვეტილება და როდესაც ძალიან ბევრი კრიტიკა იყო, რომ რატომ თქვა საპრეზიდენტო არჩევნების წინ მისი წასვლის თაობაზე და რატომ არ დაელოდა იგი საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, გარდა იმისა, რომ ძალიან წესიერი, ძალიან გულწრფელი ადამიანია, იყო ისიც, რომ ხალხს არჩევანი გაეკეთებინა სწორედ იმ განწყობით, იმ
ინფორმაციით აღჭურვილს, რომ მას სოდნოდა, რომ პრემიერი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტოვებს თავის თანამდებობას, ის ძალიან კეთილსინდისიერად მოიქცა და გოგა, როდესაც დღეს საუბრობს, რომ აი ამ არჩევნების დროს ადამიანებს აი ეს რეალობა ქონდათ, თორსა მათ იცოდნენ, რომ პრემიერი რამდენიმე დღეში დატოვებს თანამდებობას და ამ მართლაც განსხვავებულ პოლიტიკურ კულტურას გვთავაზობს აი ამ კუთხითაც არჩევანი გაკეთდა ამის მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაცნობიერებულად გაკეთდა ეს არჩევანი და რაც შეეხება იმ ადმინისტრაციულ რესურს ჯიპებს და ასე შემდეგ ხა გოგას ველოსიპედითაც უყვარს სიარული და ეს მაგალითი არ გამოდგება სხვა დანარჩენი მისი თანაგუნდელების ქმედებების დასახასიათებლად, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი ხარჯავს ხალხის ფულს ისე როგორც ხარჯავს და ფინანსთა მინისტრმაც ისაუბრა ამაზე, როდესაც ჩვენ ამოვიღეთ მართლა წარმოუდგენელი მასალა, დოკუმენტაცია, როგორ ხდებოდა ფულის, სახელმწიფო ფულის ხარჯვა ძვირფას საჩუქრებზე, სხვადასხვა ტიპის პირადი რაღაცა სიამოვნებისთვის, ექიმებისთვის, მზარეულებისთვის და პრეზიდენტი როგორ იქცეოდა როგორ იქცეოდნენ მინისტრები, მისი ყოფილი მინისტრები და რო ვადარებთ, როგორ ხდებოდა დღეს, რომ ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენების უფლება არ მიუცია არც ერთ მინისტრს თავისთვის. ერთ მაგალითს გეტყვით, აი ერთ მაგალითს. დღეს მთავრობის ხდომაზე განიხილეს დევნილებისთვის 200 ლარიანი ვაუჩერების დარიგების საკითხი. ინგა, ეს საკითხი შეტანილი იყო არჩევნებამდე. და ბიძინა ივანიშვილმა იკითხა, რომ ხომა შეიძლებოდა, რომ ეს აღქმული იყო არჩევნების წინ, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა. და მან თქვა, რომ მოდი გადავიტანოთ ეს საკითხი არჩევნების მერე, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, რომ ვინმე არ იფიქროს, რომ ჩვენ ამის გამო ვარიგებთ ამ ვაუჩერებს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ სააკაშვილი ესეთ რამეს გააკეთებდა? ეს ხო წარმოუდგენელი რამე იყო, ყველაფერი კეთდებოდა საარჩევნო კამპანიისთვის. აი ეს არის განსხვავება. დიდი მადლობა. ეს უნდა დავინახოთ. ქალბატონო ეკა, ძალიან დიდი მადლობა. წარმატება მინდა გისურვოთ, ჩვენ უნდა დავასრულოთ უკვე გადაცემა. კარგად ბრძანდებოდეთ და დროულად ჩამოდით თბილისში, თორემ ქუთაისიდან ჩართვები არის ძალიან დაგვიანებით და რაღაც ტექნიკურ ხარვეზებს იწევს. წარმატებებს გისურვებთ, მადლობთ. უნდა დავასრულოთ, ბატონო გოგა. ალბათ გააკეთებთ ხო ერთგვარ შეჯამებას და კიდევ ერთი. სად მიდის პრეზიდენტი? თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ. ну, იმით დავიწყებ ახლა პრეზიდენტის ხარჯებზე იყო საუბარი და ისიც კარგად გახსოვს. 10 მილიონიანი სარეზერვო ფონდი და მხოლოდ 5000 ლარი აღმოაჩინეს. 5000 ლარი აღმოაჩინეს კი არა. ბატონი იუშენკოს ბანაობის ხარჯები გამოიტანეს საჯაროდ იმაში გოგირდის აბანოებში და იმაზე ატეხეს ამბავი და ხა თქვენ თქმის არ იყოს თუ რაღაცა არაკანონიერი ხდება ალბათ ხელებს იფშინოთ რომ რაღაცას მოუწავლო ხელი და რაღაცა ასეთი შექმნან ამბავი მაინც თუ საქმეთ ვერ აქცევენ ამას და რაღაც სამართლებრივი დევნით ვერ გააგრძელებენ. ასე რომ ეხა დიდი მოგრძალებით ქართული ოცნება არ გამოირჩევა რომ ვიღაცამ რაღაცა უკანონოდ გააკეთა მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ამაზე უბრალოდ ასე თავს აქნევენ მინისტრები და ამ შემდეგ რომ აი ეს რა ჩაუდენია და თუ ვინმეს დანაშაული გაუწევათ მოეთხოვება პასუხი და თვითონაც არ დაიხევენ ამაზე უკან. საუბარი იყო რომ პრემიერი არაფერს არ მალავს ესეთი ადამიანო და ამას ვამბობ დღეს, აი ხა ამ საღამოთი როცა რამოდენიმე წუთის წინ მინისტრი მზად იყო დაეფიცებინა რომ არ იცის ზეგ ვინ იქნება მისი უშუალო პრემიერი. ესეთ ცოტა ცინიზმზე რო საუბრობთ, ალბათ საკუთარ ცინიზმზეც რაღაცნაირად უნდა გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, ანალიზი რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ. რაც შეეხება სადმის პრეზიდენტი არ სადმის პრეზიდენტი ამას შესახებ თქვა, განაცხადა პრეზიდენტი აპირებს აქტიურად იმოღვაწეოს სხვადასხვა მიმართულებით. უცხოეთში აპირებს იგი რაღაც გარკვეული პერიოდით გადავიდეს საცხოვრებლად. პრეზიდენტი იქნება უცხოეთშიც, პრეზიდენტი იქნება ყვარელშიც, იქნება თბილისშიც, მას აქვს კონკრეტული გეგმები, ისე როგორც იყო ალბათ. მას აქვს კონკრეტული გეგმები, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა აპირებს
გარკვეული ასე ვთქვათ აქტივობები გააკეთეს პოლიტიკურ ნაწილში ეს განათლების კუთხით ყვარელში იგივე სოფლის მეურნეობაში რაღაც მეღვინეობის კულტურის უნდა რაღაცა ბევრი ძალიან კარგი საქმე გააკეთოს პრეზიდენტი საწავა პრეზიდენტი ხა თუ ვინმე იცნობს მიხეილ სააკაშვილს საქართველოსდან არსად არ წავა მიხეილ სააკაშვილი და იქნება იქ სადაც არის მისი სამშობლო და მისი ქვეყანა ხა პრეზიდენტი რომ მიდის და მოდის ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება დიდი მადლობა ისე იმდენჯერ ახსენეთ ნარმანიას დაფიცება ეჭვი მაქვს რომ ახალი პოსტი უნდა გამოაცხოთ ხო რაღაც სოციალური ქსელების ცოტა უხერხულია როდესაც მინისტრი ამას მზად ვარ დავიფიცო რომ არ ვიცი ვინ იქნება ზეგ ჩემი პრემიერი და მეორე მხრივ გესმის რომ ბიზინა ივანიშვილი არაფერს არ მალავს ეს არის ეგეთ ქვეყანა ვართ კარგად ჟანდებოდეთ, წარმატებას გისურვებთ. მაშინ ეს იყო გოგა ხაჩიძე და ქუთაისიდან ეკა ბესელია. გადაცემას კი ვიდრე დავასრულებ, მანამდე უნდა დავაზუსტო, საიდან მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებდა, რომ იგი არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი 10:29:13 ეს არის News-G, რომელიც არის დღევანდელი ინფორმაცია 12 საათსა და 26 წუთზე დადებული, სადაც არის სწორედ საუბარი იმაზე, რომ კახეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ იგი არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და იგი თანამდებობაზე ინაუგურაციამდე დარჩება. ეს ისე უბრალოდ რომ დამეზუსტებინა, საიდან მქონდა რა იყო ჩვენი ინფორმაციის წყარო, რა გნება? პატარა რეპლიკა თუ შეიძლება. ერთი საკითხი გამომჩა, რომ ბატონო მარგველაშვილმა აქ იყო საუბარი, ვახსენოთ ჩვენ არაფერი არ აგვაქვს საერთო მათთან გარდა საგარეო საკითხებისა. ჩვენ ძალიან ბევრი რამე არ აგვაქვს მათთან საერთო და ძალიან ბევრი პრინციპული საკითხი. მაგრამ ზუსტად ის ნაბიჯიც ნაკარნახები ვიყო იმით რომ გამოვედით მიულოცეთ და ასე ვაჩვენებთ ჩვენ თავს რომ საერთო გვაქვს ქვეყანა და სამშობლო და ეს არ არის რაღაცა რიტორიკა ეს არის ფაქტი და მე მას მოუწოდებდი კიდევ ერთხელ ახლა უბრალოდ ინაუგურაციამდე ალბათ არაეთიკური იქნება მას რაღაც ზედმეტად კრიტიკულად საუბარი მას ერთი რამე არ დაავიწყდეს ნაციონალებთანაც ლეიბორისტებთანაც ყველასთან ვინც სამ ქვეყანაში ცხოვრობთ საერთო გვაქვს სამშობლო და ამაზე იფიქრებთ. კი, თუმცა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს არასოდეს ახსენდებოდათ ხოლმე ან თითქმის არასოდეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, როდესაც ქვეყნის შიდა საკითხები ან საგარეო განიხილებოდა, რომ ოპოზიციის ესე ყველა პარტიულ წარმომადგენელთან გაევლოთ კონსულტაციებს. საპარლამენტო ოპოზიციასთან ყოველთვის ხდებოდა ეს ბუნებრივად, ვინც პარლამენტში იყო. კარგად ჟანდებოდეთ, წარმატებას გისურვებთ. მაშინ მე კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილის შესახებ ინფორმაცია მე პირადად გავახმოვანე სწორედ News-G-ის მიხედვით, რომელიც დაიდო 29 ოქტომბერს 12 საათსა და 26 წუთზე. აქ არაფერი ალბათ საგანგაშო, იმედია ძალიან არ გავანაცხენეთ ბატონი ჭიაბერაშვილი, თუმცა მე ვაკონკრეტებ კონკრეტულ საინფორმაციო სააგენტოს. კარგად ჟანდებოდეთ, ხვალ ზუსტად 20 საათზე მთავარი თემი ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, ნახვამდის.